Ძალამშვიდობის ჩემო მსმენელებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები ბიბლიური მოვლენების შესახებ, ბიბლიის ირგვლივ. ვინც დაინტერესებული ამ საკითხებით, შეუძლია გამოიწეროს ჩემი არხიდან. მოусმინოს თუ რასთან აქვს ჩვენ საქმე და რა თემებს განვიხილავთ. ზოგადად დღეს მინდა ორიოდე თემას შევეხო, ეს არის გველისა და ევას ტრობის შესახებ, რომ გველი არ იყო თავდაპირველად დასჯილი და ის არ ხოხავდა მუცელზე, ანუ ის იყო უგონიერესი არსება. წინა ლაივში ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მეორე საკითხი მინდა შევეხო. ცოლ-ქმრის საკითხს, რამდენად აქვს უფლება კაცს გაშორდეს თავის ცოლს და იცხოვროს მარტო თავშეკავებით, ანუ ბერმონაზვნული აღთქმით, რომელიც სამწუხაროდ რატომღაც კრებებზე დამახინჯდა. ასკეტიზმი რომ შემოიტანეს მტრული საეკლესიო კრებაში, ხო, ვისაც ეპისკოპოსობა უნდა ცოლს გაშორდეს, ეს არ იყო პირვანდელი რწმენის ფუძე, იმიტომ რომ ქრისტე მრუშობის თანამონაწილე თვლიდა მას, ვინც ცოლს დატოვებდა მარტო, ანუ უბიძგებდა მრუშობისგან. ფაქტიურად, თუ ცოლს გაშორდები, მას უფრო მეტ საცდურს უქმნი, ანუ უბიძგებ მრუშობისგან. მოკლედ, ხა მინდა დავიწყო პირველ რიგში ამ ცოლ-ქმრობის თემით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ადამიანებმა აირჩიეს ბერმონაზვნული ცხოვრება და მიატოვეს ოჯახი და მეორე შევეხები უკვე ევასა და გველის მტრობას. მოკლედ, ქრისტეს პრეროგატივა არ იყო ყოველგვარი მრუშობის მიზეზის გარეშე მიეტოვებინა მეუღლეს თავისი მეორე ნახევარი. მარკოს სახარების მე-10 თავში ჩვენ კითხულობთ ასეთ რამეს. მე-13 მუხლებში, მე-12 მუხლებში. ხოლო იესო რქვა მათ, უკვე თუ განუტევოს ქმარმა ცოლი თვისი და შეირთოს სხვაი, მან იმრუშა. ხოლო იესო რქვა მათ, ანუ იესომ უთხრა მათ, რომ თუ ქმარიო თავის ცოლსო გაუშვებსო, გაიყრება და სხვა შეირთავს, მან იმრუშაო, ანუ ქმარმა იმრუშა. და ეს გაშვებული ცოლი თუ წავა თავისი ქმრისგან, ხაბარ აქნას თალით ხო არ დარჩება რა, არ უნდა ქმარს. და წავიდეს და შეერთოს სხვასაო, ანუ სხვას თუ გაყვარა, პირველ ქმარს დაშორდა და მეორე ქმარი ყავს, ხო, ამ ქალს. მანცა იმრუშაო, ანუ ქალმაც იმრუშაო. ხედავთ, ესე იგი, ნახეთ რამხელა სიბრძნეთებს ამაში რა. თუ ქმარი თავის ცოლს გაუშვებს, ყოველგვარი სიძვის მიზეზის გარეშე და მრუშობის მიზეზის გარეშე არ უმრუშიათ, არ უღალატიათ ერთმანეთსაგან, მაგრამ ვერ უძლებენ ერთმანეთს და მოსეს გაყრის კანონის თანახმად უფლება აქვს, რომ თავის ცოლი გაუშვას, მისცეს გაყრის წერილი და გაუშვას, თანხაც გადაუხადოს, რაც ეკუთვნის და გაუშვას. ანუ ასეთი ქალის ცოლად მოყვანას იესო ქრისტე თვლის მრუშობად. რაც არ უნდა ჩვენ გვინდოდეს ამაზე საუბარი, ან გვინდოდეს ან არ გვინდოდეს, მაინც გვიწევს ამ თემებზე შეხება, იმიტომ რომ ცხოვრებაში ბრმად ვენდობით ჩვენ ადამიანებს. რეალურად ჩვენ არ ვიცით სიყვარულის ფუძე რა არის, ანუ რას გვასწავლის ჩვენ სიყვარული და რა არის ჩვენთვის ასიკეთო. ღმერთს ყველაფერი უნდა ჩვენთვის კარგი, ხომ? ის არის ჩვენი შემოქმედი და მას სურს ჩვენთვის ყველაფერი კარგი, ანუ ჩვენ არ ვიცით ჩვენ რა გვსურს ჩვენთვის კარგი და ღმერთმა იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ ვინც შექმნა ჩვენ, მან უკეთ იცის რა არის ჩვენთვის საზიანო. ხოლმე დახმებით ამაში. დაბადებაში თუ შევხვდები ჩვენ, პარალელები მინდა გავავლე ხა, რატომ არის ეს ოჯახის თემა ევასთან და გველთან მიმართებაში, ანუ გველი ხო ცნობიერია. გველი არის სიბრძნისა და ცოდნის სიმბოლო, ის იყო უგონიერესი, ის იყო ყველაზე მოაზროვნე და ყველაზე როგორ გითხრათ, უმაღლესი არსება,
გონის უმაღლესი არსება ასე არის ბიბლიაში, უგონიერესი იყო, ძლიერი არ წერია, ებრაულში მე ხშირად ვასახელებ ხოლმე ამას, რომ ის იყო ყველაზე დახვეწილი არსება. თელს სამყაროში ცხოველებთა შორის და სხვათა შორის მას არ ქონა ესეთი ფორმა, როგორც დღეს აქვთ, რომ მიწაზე ხო ხავდა. როგორც ძველ ხელნაწერებში არის აღმოჩენილი, ის იყო ფრინველის სახით, ანუ ფრთები ქონდა, ფეხები ქონდა და დადიოდა. და სხვანაირი ფორმით იყო. ძველ ხელნაწერებში აღარ მახსოვს ზუსტად როგორ არის მოხსენებული, გველვეშაპია თუ რაღაც აი ესეთი ტექსტი არის მოხსენებული, ფრინველების სახით იყო, სანამ ღმერთი მას დასწყევლიდა და გადააქცევდა მიწაზე მძრომიალე მხოხავ არსებად, რომ მიწის მტვერს ჭამდეს მთელი ცხოვრება. ნუ მოკლედ საიდანაც მოდის საცდური, იესო ქრისტე ამბობს, რომ ვაი მას, ვისგანაც მოვა საცდური. ზოგადად ეკლესია კრძალავს მოაზროვნე ორატორებს, აი ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად რელიგიურ ცნობიერებას, ანუ დოგმატს, რაც ეკლესიამ შეიმუშავა და მიიღო და დაადგინა, რომ ეს არის ჭეშმარიტება. არავინ არ ამოწმებს ამას, რამდენად ჭეშმარიტია და რამდენად ემოწმება ეს პირველი საეკლესიო მწერლების ნააზრევს. ყოველთვის არის ხოლმე ქრისტიანებში განსაკუთრებით მრევლში, ანუ მამაობისგან დაზომბირებულ, დაბრმავებულ, აზროვნება დაქვეითებულ ხალხში, ამას შეურაცხყოფის სახით არ ვამბობ, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან რომ რაღაცა რიგზე ვერ არის და ამას ხიად ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ თავს ამის უფლებას არ აძლევენ, რადგანაც იქ მამაო დასჯის უზიარებლობით და შეიძლება საერთოდ გააგდონ კიდევაც სინაგოგიდან ან ტაძრებიდან. ამათ ტაძრებს შესაკრებლებს მე არ ვეძახი ეკლესიას, ამათ ვეძახი სინაგოგას. თუ შემედავებიან და მეტყვი რომ ეს არ არის სინაგოგა, აგერ ვეტყვი იაკობის წერილში წერია, თუ თქვენ სინაგოგაში ვინმე შემოვა ოქროს ბეჭდიანი და ლამაზად ჩასმული მას მიიღებთ, ხოლო ღარიბს კი ეტყვით აგერ დადექიო, ეს უკვე თვალით განკითხვა არ არისო? ეს მათ ეხებათ, მათ, მრევლსაც და მღვდელსაც, ერსაც და ბერსაც. ეკლესიაში დახეულ დასაცრებთან შემოვა ვინმე იმას აგდებენ და თუ ვიღაც დიდარია, იმას მობძანდით, დამძანდით, ხეს ჩამოვარცმევენ, რავი, ყველაფერს გააკეთებენ. ამისი ბევრი ფაქტები არსებობს, დადასტურებული არის, რომ განსაკუთრებულად ჩაცმულ და გამოპრანწულ ადამიანებს უფრო დიდ პატივს სცემს სამღვდელო ფრთა, ვიდრე თქვათ რიგით გლეხს და ასე ვთქვათ, ცოტა შელახულად ჩაცმულ პიროვნებას. ანუ თვალით განსჯენ, ესე დანახულით განსჯენ, ამიტომ სჭირდებათ ხატი, რომ დაინახონ ღმერთი. ხატის გარეშე ღმერთს ვერ ხედავენ. თუნდაც ერთ-ერთი მაგალითი ავიღოთ ეს, რომ ისინი თავიანთი დახატულით, თავიანთი ხელით შექმნილ ნახატებს უწოდებენ ღმერთებს. ანუ ფაქტიურად ღმერთებად ყავთ და რამდენი ღმერთი ყავთ ღვთისმშობლის სახით, ეგეც საინტერესო არის, ხო? რამდენიერი ღვთისმშობელი ყავთ. ხატი გადააქციეს მაგიური შელოცვების თვისმად, რომელსაც თხოვ ყველაფერს და შეგისრულებს. რაღაცა ესეთი დამოკიდებულება გახადეს ხატთაყვანისცემა და გაიგივეს მართლმადიდებლობის ზეიმთან. ან ხატთაყვანისცემის ზეიმთან, აი რაღაც აბსურდული რამეებს, ის რაც საერთოდ გამორიცხავს წმინდა წერილს და არის დაფუძნებული მთლიანად ადამიანისეულ მოძღვრებაზე. ანუ როგორც ქრისტე ამბობს, რომ დაივიწყეს ღვთის აღდგმა წესები და ადამიანურ მოძღვრებას დაემორჩი, რადგანაც ადამიანთა დიდება უფრო მეტად შეიყვარეს, ვიდრე დიდება ერთი ღმერთისა. შორს რო არ წავიდეთ, ისევ დაუბრუნდები ამ თემას. ცდუნება, გველის ცნობიერება, ანუ შემოდის და ხდება დაცემა, ანუ ევას დაწყევლა. და ღმერთი ამბობს, რომ მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და გველს შორის. ეს თეოლოგიური საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის ქვეშ, სადაო ქვეშ, როგორ მტრობა ჩამოვაგდო ღმერთმა, მანამდე მტრები არ იყვნენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით არის ვერსია, რომ იყვნენ მტრები, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სწორად, იმიტომ რომ ბიბლიაში არსად არ წერია, რომ გველი ადამ და ევას მტერი იყო. ბიბლიაში წერია, რომ ეს გველი იყო ღმერთის შექმნილი, რომელსაც ჰქონდა საზღვრები თავისი გონიერების, ანუ რაღაცა ისეთი უნდა ყოფილიყო, რასაც ის ვერ გადავიდოდა, იმიტომ რომ ქმნილებას სჭირდება რაღაც წესების დადგენა. ხა მე რომ რაღაცა პროექტ შევქმნი მაგალითად, უნდა გამოვცადო მუშაობს თუ არ მუშაობს. გავუშვებ მას, ანუ საცდელი კატოლიკა კი არ არის, მაგრამ რამდენად თავისუფალია ის თავის არჩევანში, მე ხოლმე დავწმუნდი. რომ ისაც შექმენი კარგია, განაჩემს შექმნაში ეჭვმეპარება რა.
უბრალოდ მას ვაძლევ არჩევნის უფლებას. ეს არჩევანიც რამდენად სწორია და რამდენად არ არის სწორია, ჩვენი განსახილველი არ არის და თუნდაც იყოს ჩვენი განსახილველი, ამაზე საჯაროდ პასუხებს მაინც ვერ ვიპოვით. იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამს და ევას შეეძლოთ მოესმინათ არა გველისთვის, არამედ ღმერთისთვის. მათ სრულიად თავისუფალი არჩევანი ჰქონდათ ამ საკითხში, რომ მოესმინათ შემოქმედი ღმერთისათვის, გამჭირი ღმერთისათვის, ვინც მას ყველაფერი სასიკეთოდ შეუქმნა, ვიდრე გველისათვის, რომელიც იყო ღმერთის ქმნილება ამავდროულად, არაფერი არ იცოდა გველმა იმის შესახებ, რაც იცოდნენ ადამ და ევა. თუნდაც სიკეთის დაბოროტების შესახებ დავიჯერო ღმერთმა, რომელმაც თავკაცად ხატად შექმნა ადამი, არ მისცა იმის ცნობიერება, რომ ცოდნოდა რა არის კეთილი დაბოროტება და აქამდე როგორში დაარქვა მაშინ ცხოველებს სახელები, თუ ეს ცნობიერება ადამიანს არ გააჩნდა და უბრალოდ იყო ეს ქმნილება სრულიად ინფორმაციის დეзинფორმაცია, ანუ ინფორმაციის გარეშე. სიკეთის დაბოროტების არსების შესახებ, რა თქმა უნდა, თუ ღმერთმა თქვა, რომ ეს კარგია, რაც შევქმენი, რა თქმა უნდა, ადამიანს იცოდა, რომ ეს კარგია, ის არის კარგი, რაც ღმერთმა თქვა იმაზე, რაც შექმნა, რომ კარგია. და ვერ იტყოდა იმაზე ღმერთი, რომ ეს არის ცუდი, თუ ის რაღაცა ბოროტება არის ცუდი მის თვალში, თუნდაც გველის სახით. ნუ მოკლედ ყურანში გველი არ წერია, ყურანში წერია იბლისი, ანუ პირდაპირ ეშმაკი მიდის და ეშმაკის თავაზობს ამ ხიდან ნაყოფის ჭამას, რომ გახდნენ ისინი ღმერთებივით და რა თქმა უნდა, ყურანის მიხედვით ეშმაკი თავდაპირველადვე ადამიანის მტერი იყო. და ამ გაგებით შესთავაზა მან ეს ცნობიერების ხიდან ჭამა. და ეს უკვე არა მარტო უზენაესის წინააღმდეგ წასვლა იყო, არამედ ეს იყო ეჭვის შეტანა უზენაესისადმი, რომ მას რამე დააკლო. ანუ რაღაც ისეთი დააკლო, რაც ღმერთმა არ ჩათვალა, თქვა ადამიანისათვის მიეცა სასიკეთო. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა მე ღმერთი ყველაფერს მაძლევს, რაც ჩემთვის სასიკეთოა. მაგრამ თუ მე ეჭვ შევიტან იმაში და ვიტყვი, რომ ღმერთმა რაღაც დამაკლო და არა ვარ მე სრულყოფილი, ეს უკვე მისი გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა კი აღარ არის, არამედ მის შემოქმედებაში თავზე წინ დაყენება, როგორც ეშმაკმა გააკეთა, რომ ღმერთზე წინ დააყენა თავი. ღმერთთან გატოლება მოისურვა, ღმერთივით გავხდებიო და ავიჭრები მაღლა ცაში უზენაეს გაუტოლდებიო. აი ეს აი ეს ცნობიერება, რომ ეშმაკს სურდა შემოქმედის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ თავზე და ებატონა მისავე ქმნილებებზე ადამ და ევაზე, მაქედან მოდის. შეჭამეთ და არ გახდებით ღმერთებივით შემცნობენი სიკეთის დაბოროტება. ანუ ესე იგი, თავიდანვე თავშივე ადამს და ევას უდებს იმ აზრს, რომ თითქოს ღმერთმა მას რამე დააკლო და ღმერთმა არ გაუცხადა ის ინფორმაცია, რაც ადამ და ევასათვის იქნებოდა საჭირო. და უკვე როცა იბადება კითხვა, ადამ და ევა ნამდვილად ვერ მიხვდებოდნენ იმას, რომ რაში იყო საქმე, იმდენად ასე ვთქვათ, დახვეწილები არ იყვნენ აზროვნებაში, ხვდებით, ვერ ხვდებოდნენ ისინი ცბიერი, ანუ სიცბიერი მაკედონ არის, სიბრძნის ერთ-ერთი სახიფათო ფრთა სიბრძნის არის ზუსტადაც ეს სიცბიერე. ამას ვერ მიხვდნენ ადამ და ევა, რაში იყო საქმე. რა თქმა უნდა, ადამ და ევამ დაიწყეს აზროვნება უკვე, რომ ვა, ესე იგი, ნახე, უყურე, შევჭამთ, არ მოკვდებით, ღმერთი გაონება მოკვდებით, რა ხდება? ანუ იმას კი არ ეკითხებიან გველს, შენ საიდან იცი, რომ არ მოკვდებით? საიდან იცი შენ, რომ ჩვენ არ მოკვდებით? ხდება? შენ თუნდაც არ იცი რა არის ეს ხე და შენ თუ ეს გასაგები უკვე რაც და როგორც ბრძოლისთვის ერთად მიგებსა უკვე ვერ გავიგე. ხო, ესე იგი, ნახეთ, თავშივე ეშმაკი დებს ინფორმაციას, რომ ის რაც ღმერთმა აკრძალა, სინამდვილეში არ არის აკრძალული. ეს უბრალოდ თქვენთვის აკრძალა, რომ თქვენ არ გამხდარიყავით მისნაერები. ანუ თითქოს ისე გამოდის, რომ ღმერთმა საკუთარი თავი თვითონ დაიწვა რაღაცის აკრძალვით. და ადამ და ევამაც იფიქრეს, რომ ეხლა რატო გააკეთებს ღმერთი ისეთ რაღაცას, რაც ჩვენთვის საზიანო არის და მოდი აბა გავსინჯოთ ერთი. მაგრამ ის კითხვა არ დაუსვეს გველს. მეტი საუბარი ბიბლიაში ხო არ არის გველს და ევას შესახებ, ანუ გველს ის კითხვა არ დაუსვეს, რომ შენ საიდან იცი, რომ ეს ჩვენთვის არ არის საზიანო და საიდან იცი, რომ არ მოკვდები, როცა შენ თუნდაც არ იცი სიკვდილი რა არის.
ან საიდან ვიგებ მე რომ სიკვდილი ბოროტება, ან შენ საიდან იგებ იმას რომ სიკვდილი ბოროტება. ამ კითხვას არ უსვავს ევა გველს და სრულიად მეამეტურად ენდობა. და საიდან იწევს აი ეს ნდობა ევაში გველისადმი ჩემთვის სრულიად უცნობია. მე ვფიქრობ ეს არის ჰიპნოზის დონეზე, გველმა ის მოხიბლა, ის ნაყოფი მომხიბლელი იყო, ის ნაყოფი სინამდვილეში არ ვიცი რა ხე იყო, ეს შეიძლება ცნობიერების ალეგორია, ხე თვითონ ცნობიერების ფორმა, ანუ ის ჰიპნოზი რაღაცა, რაც გველს აქვს, მოხიბლა და სრულიად ალოგიკურ რაღაცას აკეთებინებს ევას. ალოგიკურ ნაბიჯს ადგენს ევას. აი თუნდაც პარალელს გავავლებ ოჯახისტება რა. ვინ აიძულებს ცოლს დაშორდეს ქმარს და სხვას გაყვეს. ვინ აიძულებს მეუღლეს ქმარს გაუშვას პატიოსანი ცოლის სახლიდან და წავიდეს მონასტერში მარტო იცხოვროს. ანუ საიდან მოდის ეს ცნობიერება? გველი, ნახეთ იქ დაბადების წიგნში წერია, ჩამოვაგდე მტრობას შენსა და გველს შორის. ესე იგი თავიდან გველი და ევა მტრები არ იყვნენ, ასე იფიქრებს, ყველა ასე იფიქრებს, ხო? აი ნორმალურ ადამიანს რა უნდა იფიქროს ახლა? გველი არის ღმერთის ქმნილება, შედის ასეთ საპირისპირო ამის თავაზობს, ანუ თავისი ცნობიერების იმ ცდუნების საფრთხეს, რაც შეიძლება მისმა მაღალმა გონებამ გამოიწვიოს, შეიძლება სრულიად გაანადგუროს ღმერთის ქმნილება, ამას არ ითვალისწინებს გველი, ნამდვილად არ იცოდა. ახლა გველს რო ცოდნოდა, რომ ადამიანდეობას შეცდენით ის თვითონ დაეცემოდა და დაბლა მიწაზე მტვერს ჩაყლაპავდა და იხოხავდა, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მიიღება ამ გადაწყვეტილებას, რომ ეტლიკინა ენა ევასთან და ღმერთის საპირისპიროდ რაღაცა კითხვები დაესვა. აი ჩვენშიც არის ხოლმე რაღაც ზოგადად და თუ დაკვირებული ვართ, რომ მშობლების წინააღმდეგ შვილები ცუცს ლაპარაკობ და მშობლები თავისი შვილების წინააღმდეგ სხვებთან ცუცს ლაპარაკობ, არაფერი შეერევნებიან. ეს საიდან მოდის? ისე გველთან მივედით. ანუ ყველაფერში, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, არის ბრძანებლობს გველი. გველი ეს არის სამყაროს ცნობიერება, გონი, რომელიც მოდის სიკეთის, სიმართლის და ტყუილის სახით. სიბნისით სრულ ის არ არის, ხო? ანუ ნახეთ რა ხდება. ესე იგი, ისეთი რაღაცა რატო უნდა მითხრა მე, რაც ღმერთის ავტორიტეტს ძილდება. ანუ ღმერთმა უკეთ არ იცის რა არის ჩემთვის სასიკეთო? თუ ის სასიკეთო იქნებოდა ჩემთვის, ხომ არ ამიკრძალავდა. ესე იგი, რახან ამიკრძალა, არ არის ჩემთვის სასიკეთო. ამ ეტაპზე, თორე ღმერთს არ უთქვია, რატო არ შეიძლება იმ ხიდან ჭამა. ღმერთს არ უთქვია, რომ ზუსტად ის ხიდან არ ჭამო ამ ეტაპზე. ესე იგი, რაღაც არის ისეთი, რაც დაფარულია ადამიანდეობას ცნობიერებისათვის. და უბრალოდ ნდობის ფაქტორზეა დამყარებული, რომ მე ვენდობი შემოქმედს, რადგან ისეთ რამეს არ შემომთავაზებს, რაც ჩემთვის არ იქნება სასიკეთო. რახან თავაზობს და მეუნება, ხო? აქ უკვე ყველანაირად ბრალდება მოდის უკვე ჩემს თავზე, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რა არის ჩემთვის უკეთესი. და არ ვენდობი მას. უნდობლობას უცხადებ, წინა ლაივშიც მე ამას ეს ვახსენე, ამაზე ვრცელი ლექციები შეიძლება ჩატარდეს და ბევრი საუბრები ვისაუბროთ ამ თემებზე, თუმცა პასუხი არის ამოუწურავი, იმიტომ რომ ბევრი ვერსია არსებობს, ხო? თუ ადამ და ევა თავიდანვე მეგობრული ურთიერთობაში იყვნენ და ღმერთიც უშვებს ედემის ბაღში გველის არსებობას, ოღონდ სხვანაირი სახით, ის არ იყო ხოხავი როგორც ეს ხატებზე დაგიხატეს, ის იყო ცნობიერი არსება, ჩვეულებრივად, გამართობელი, ანუ ადამიანს ართობდა. იმდენად დახვეწილი არსება იყო, რომ ადამიანს ართობდა სამოთხეში და ყველაზე ახლოს იყო ადამიან და ევასთან. ზუსტად აი ეს ახლობელმა ცხოველმა, ანუ თქვა, რომელიც არ შეიძლება ცხოველთა რიგს მივაწეროთ, ხო, ის ლაპარაკობდა, ხო, ეხლა რომელიც ცხოველი ლაპარაკება, ეხლა ადამიანს, ხო, ის ელაპარაკებოდა, ანუ ცნობიერი იყო, გველი იყო, ბრძენი, ანუ სიბრძნე. და აი ამ ზედმეტმა სიბრძნემ სხვათაშორის დაღუპა როგორც ადამიან და ევა, ასევე დღეს ეკლესია. და ზუსტად ენოქი წერს თავის წიგნში, რომ ის ზედმეტი ცნობიერება, რომელიც დამწერლობით გადაეცემათ ადამიანებს, ხო? დაღუპა და დღემდე ყუპავს ადამიანებს. აი გადახედეთ კათოლიკურ მართლმადიდებლობას, დღესაც მართლმადიდებლობას ჩახედეთ, ზედმეტმა ცნობის მოყარეობამ და მწერლობამ სადამდე მიიყვანა ეკლესია. გაყოფა არ ხდება, იმიტომ რომ ესენი ერთად არიან შეკრულები და იქ ანუ მოკლედ ერთი პაკალენია რა, ღდელი ხარ, ხო, ჩვენი ძმა ხარ, მართლმადიდებელი ხარ, ხო, მართლმადიდებელი. ერთი პაკალენია, მაგრამ სიამდვილეში საიდან მოდის ეს, რამდენად ეთანხმება პირველ წყაროს, ხო, რომ გადავხედოთ, ხო, კატასტროფა საშინელება არის. თვითონ თავიანთ მოწმუნეებს, იმას რომ ვიცი ეკლესიამ წმინდა ნაჩერაცხა რა გააუქნეს. ოქროპირი მოკლეს, ეპიფანე
რა ქვია იმას, ფლავიანე კონსტანტინოპოლის კრებაზე ცემაში მოკლეს პატრიარქის დავალებით. მე გავიღოთ მაქსიმე აღსარებას ენა და ამოაჭრეს და თითები დააჭრეს და ცაიში რა ქვია, სად არის დამარხული, ცაგერში არის, ხო, დამარხული, საქართველოში გადმოვაგდეს საწყალი ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც ბუმბერაზი კაცი წმინდანი და ამდენი ნაშრომები დაწერა მაქსიმე აღსარებელმა, ბოლოს აი ესე დაასრულა თავისივე მართლმადიდებელი ძმების ხელით, სიცოცხლე. აი ეს არის ამათი ისტორია, მეგობრებო და დღესაც გრძელდება ესეთი რაღაც, ანუ ვინც იმ წრეში არის და უცბად გააკრიტიკებს ნებისმიერ საკითხს, ეგრევე რაცხავენ მტრად. არსებობდა ბევრი ასე ვთქვათ, რელიგიური დაჯგუფებები, ახლა გავიგეთ რომ კათარების საზოგადოებაც არსებობდა, რომელმაც ბიბლია გააკრიტიკეს და ამის გამო კათოლიკებმა ისინი ცეცხლში დაწვეს. ჯერ ერთი მეც გქონია ხოლმე ესეთი რაღაც, ახლა ჯვარცმაკია მაგ სახში, მაგრამ როგორ ხა რატო უნდა გიყვარდეს ის იარაღი, რაზეც ქრისტე მოკლეს? ანუ შენთვის რა ქსიამოვნებს ის ჯვარზე კიდია? ხო ხდები ეს უკვე სადისმის ერთ-ერთი ფორმა. შენი საყვარელი ადამიანი ვიღაცამ რომ რაღაცა იარაღით მოკლეს. მე ავიღებ იმ იარაღს და მთელი ცხოვრება დავუწყებ თაყვანისცემას. ეს ხო სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, ანუ შენ ქსიამოვნებს უკვე ის იარაღი. ამიტომ არის ხოლმე ცნობიერება უფრო მაღლა დგას, ვიდრე რელიგიური ჰიპნოზი. ადამიანებს მოსწონთ თვალით დანახული და ადამიანებს მოსწონთ ვიღაცა რომ აგიპნოზებს, ანუ აშტერებს. ეს არის სრული გამოშტერება. წირვის თავიდან ბოლომდე მთლიანი შინაარსი, რასაც ეს მესაა, ხო, შავი მესაა, ჩვეულებრივი მაგიური შელოცვები არის. თავიდან ბოლომდე არის დაფუძნებული ალოგიკურობაზე, ანუ უაზრობაზე. აზრს იქ ვერ ხედავთ. პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენ ქრისტეს ვკლავთ და გაჭმევთ. აი ზუსტად იმ ბრალდებით, რაზეც იესო ქრისტე ეშმაკმა მოკლა, იგივე ბრალდებას და იგივე სურვილს ამჟავნებენ ეს სასულიერო პირები. და სხვადასხვა არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტე იუდეველებს ღვთისმთავრებმა გადასცეს. პილატეს ხელში ვინ ჩააგდო იესო? ღვთისმთავრებმა. იუდეველებს ვინ გადასცა იესო ქრისტე საცემად? ღვთისმთავრებმა. ანუ ანა და კაიაფა მოითათბირეს. დაჟე ჰეროდეს გაუგზავნდა, ჰეროდემ თქვა რომ მე ვერ ჩავერევი ხელებს ავწევ მაღლა, იმიტომ რომ ეს ჩემი განსაკითხი არ არის, წაიყვანეთო და რადგანაც გალილეის ხარიდან არისო, იქ წაიყვანეთ, საიდანაც მოიყვანეთო. თავის პასუხისგებლობა მოერიდა, იმიტომ რომ ჰეროდემ ძალიან კარგად იცოდა იესო ქრისტეს შესახებ და ეშინოდა მის, იმიტომ რომ იცოდა იოანეს თავი მოკვეთა და რატომღაც აიგივებდა თითქოს იოანე ნათლისმცემელი კვეთით აღმდგარავ. თუმცა ესეც საკითხავია და საჭირო საკამათო თემა არის, რამდენად ეგონა ჰეროდე ანტიპას იესო ქრისტე კვეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი, როდესაც მისი მსახურის ქოზას ცოლი ემსახურებოდა იესო ქრისტეს და იოანეს არ უთქვით თავის თავზე რომ მე ვარ ქრისტე. აქედან გამომდინარე, არც ჰეროდეს არ უნდა გონებოდა, რომ იესო ქრისტე კვეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მას თავი მოკვეთა. მარკოს სახარების მიხედვით, ჰეროდეს ეგონა იესო ქრისტემ კვეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც თავი მოკვეთა, მე-6 თავის მე-14-მე-16 მუხლების თანახმად, ხოლო ლუკას სახარების მე-9 თავის თანახმად პირიქით. ის სხვები ამბობდნენ, ეუბნებოდნენ მას, რომ ეს იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც შენ თავი მოკვეთებოდა, ეს ეუბნებოდა, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობდი, ვის მოკვეთე თავი და მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის იესო ქრისტე. ასე რომ ის ვერ იქნება, რადგანაც მე იოანეს თავი მოკვეთე და ის კვეთით ვერ აღდგებოდა იესოს სახით. ანუ ეს არის მეგობრებო, აშკარად წინაღობები და სხვადასხვა ლუკას სახარება უფრო სანდოა, როგორც მე გამოვიკვლიე, ვიდრე დანარჩენი 4 თავები, იმიტომ რომ ლუკას სახარების მიხედვით იესო ქრისტე ზეცაში ამაღლდა იმავე დღეს, როდესაც აღდგა მკვეთით იმავე დღის საღამოჟამს. 24 თავში წერია, მხოლოდ ერთადერთი სახარება არის, სადაც ეს წერია. სხვა ინფორმაცია სხვანაირად წერია. პავლეც სხვა რაღაცას ამბობს. პავლე ამბობს, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში 500-მდე მეცემას გამოეცხადა. ანუ ის 40 დღე კვეთით აღდგომიდან ზეცაში არასულა იმავე დღეს. ბევრი ვერსიები არსებობს, ნუ ახლა მოკლედ მე ბევრი აღარ გავაგრძელო ისევ. დაუბრუნდებით ცდუნების საკითხს, გველის თემა, ანუ გველი რატო იყო ცბიერი და როგორ შემოიტანა სამყაროში ტყუილი. ანუ ზედმეტი ცნობის მოყარეობა. რა ღმერთმა აკრძალა, ეს არ არის უბრალო აკრძალვა. სწორად გამიგეთ, ხო? რა ღმერთმა აკრძალა, ეს უბრალო აკრძალვა არ არის. ესე იგი, ამას აქვს რაღაც დანიშნულება, რომ ის შენთვის არ არის კარგი. ანუ მე შემიძლია შევქმნა ისეთი რაღაცა, რაც შენს ბუნებას და შენს ქმნილებას დაანგრევს. ამიტომ წერია, სიკვდილიც მე შევქმენიო.
მეორე ჯგუფში წერია, ხო? მე ვარ ის, ვინც კლავ, მე ვარ ის, ვინც ჩამყავს ჯოჯოხეთში და ამომყავს ჯოჯოხეთიდან. სულები. ამბობს უფალი ღმერთი ძველ აღთქმაში, საბაოთ უფალი. ანუ ღმერთს არ აქვს უფლება, რომ შექმნა სიკეთის აპირისპირო? რა თქმა უნდა აქვს. ასე ამბობს ესაიაშიც, მე ვარ ის, ვინც ქმნი ჭირს და შეუმზადებ ბნელს. ანუ ქმნი ჭირს, იქ წერია უბედურებასო და ზოგან წერია რომ ბოროტებაც მე დავბადება. ეს ბოროტება სხვანაირად შეიძლება ითარგმნოს უბედურებაც. აი მაგალითად ბარუქ წინასწარმეტყველის წიგნში წერია რომ სამართლიანად დაგვსაჯე ჩვენო და სამართლიანი ხარ ყველა შენს უბედურებებში, რომელიც ჩვენთვის გაამზადებო. ანუ ფსალმუნები რა არის? ფსალმუნებში ხო წერია რომ გულმოწყალეს გულმართლად ექცევიო და გულმართალს ალალმართლად, ხო გულმოწყალეს გულმოწყალად ექცევი, გულმართალს გულმართლად. უკუღმართს უკუღმართათო. ანუ ღმერთს აქვს უფლება მოექცეს თავის ქმნილებას ისე, როგორც ის ექცევა ღმერთს. ეს არის ღმერთის პრეროგატივა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ამის გამო სასტიკია. თუ გადაწყვიტა რომ ის ოჯახი, მაგალითად ეგვიპტელი ყმების დახოცვა, ხო, რომ უნდა ამოწყდეს და გავალებს რომ თუ შენ გინდა გადარჩენა წაუსვი სისხლი კრავისა კარებზე რომ გადარჩი და თუ არ დაუჯერებ ფარაონები და იტყვი რომ ეს თქვენ ღმერთს არ ვიცნობთ, აი თუ არ იცნობ, შედეგით სახეზიან ბავშვების კვლელობა. თუმცა ღმერთი ბავშვების კვლელობის მომხრე არ არის, მაგრამ როდესაც ირჩევ შენ უკვე გზას, გადაგცემს სატანის ხელში. ანუ მართველის, ხო მისცა მმართველობა სატანას სიკვდილზე. სიკვდილის ძალაუფლება აქვს ეშმაკს. მოსეს სხეულის გახსნაზეც რო ედავებოდა, ხო გახსოვთ ნებოს მთაზე ეშმაკი მოსეს თავარანგრელის მიქაელი ჩაერია და შერისხა ეშმაკი. ანუ მოსეს სხეულიც გადანახულია, ოღონდაც არ ვიცით, გარდაიცვალა მოსეც, ოღონდაც არ ვიცით რა სხეულით, იმიტომ რომ თაბორის მთაზე სახარებისაო თუ იმჯერეთ მოსე და ელია დგას და ენოქი არ ჩანს იქ. ხო, ეხლა ნახეთ საიდან მოდის ტყუილი. ქრისტეს კვლელები. ის ფრთა ანა და კაიაფას ვლაპარაკობთ, ის ფრთა რომელმაც იესო ქრისტე მოკლეს, ეს იყო სამღვდელო ფრთა და ეს სამღვდელო ფრთა ნამდვილად არ იყვნენ ებრაელები, უბრალოდ ებრაელები. იმიტომ რომ ქრისტეს ყავდა მოწაფეები ებრაელები. თვითონაც წარმოშობით ეძახის რომ ხსნა იუდეველთაგან არის, ანუ იუდეველები კონკრეტულად არ არიან ებრაელები. ებრაელების ერთ-ერთი ტომია, საიდანაც უნდა მოსულიყო ხსნა. ანუ იუდას შთამომავლობიდან უნდა მოსულიყო კვერთხი ესესი, ანუ იესეს ძირისაგან მესია, მხსნელი მესია, ესაიას თქმით ის უნდა დაბადებულიყო ქალიშვილისგან, ანუ ქალწული არ წერია, იქ წერია ახალგაზრდა გოგო ალმახ წერია, ქალწული კიდე ბეთულა არის, ბეთულია. იქ არ წერია ბეთული. იქ წერია ალმა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეუცვნია. იმისგან უნდა მოსულიყო მესია, სასწაულებრივად ჩასახვით. აჰა, ახალგაზრდა ქალი მიუდგება და შუას წერია, ანუ იქ ხო გასაგები არ წერია. Ну, მოკლედ ეს ყველაფერი რომ მოხდა, ანუ ეს ქრისტეს კვლელები დღესაც ეს მღვდლები, სხვათა შორის იქ საცაცხვრის სახურებით არ გამოირჩეოდა იესო ქრისტე იერუსალიმის ტაძარში, საერთოდ არც კი დადიოდა ხშირად მღვდლებთან ურთიერთობა არც გონია, რომ ამბობენ კიდევ აგენ მღვდელთან გააგზავნა, უკეთე მღვდელთან რომ გააგზავნა, ის მოსეს წესის შესრულებად გააგზავნა, იესოს სათაყვანისმცემლად კი არ გააგზავნა. და იმ ტაძარში იესოს კი არ აღმერთებდნენ, იერუსალიმის ტაძარი რომ მოყავთ ხოლმე ამ ერეტიკოსებს. იმ ტაძარში მეგობრებო აღმერთებდნენ იახ ღმერთს, ძველი აღთქმის ღმერთს. რომელსაც იესო ქრისტე ამბობდა რომ მამა ჩემი სახლი არისო და თქვენ რომელსაც ღმერთს უწოდებთ მამა ჩემი არისო. იმას ვისაც თქვენ ღმერთს უწოდებთ მამა ჩემი არის უმაღლესი იახი, ხო? ფსალმუნებში არის მოხსენებული როგორც ზენა არის. ერთადერთი ღმერთი. ყველაზე უწინარედ და ყოველივე შეტავანებული, როგორც პავლე ამბობს, ხო? ჩვენ ერთი ღმერთი ყავს, მამაზეც ერთი და მამას ებრაელები უწოდებდნენ იახს, იახვეს. და იესომაც ეს დაადასტურა, როდესაც ესაიას წიგნი წაიკითხა ნაზარეთის სინაგოგაში და მოწმო რომ იახვეს სულია ჩემზე, ანუ მე ვარ ის, ვინც მცხოვმა, მისი სულია ჩემზე. იახვეს მართალი მსახური, რომელიც მრავალთა წოდებს ითვირთავს და იახის ასე თქვათ ნება დედამიწაზე წარიმართება იესო ქრისტეს ხელით. თავიდან ბოლომდე იესო ქრისტე იყო მის ნების გამტარი და როგორც მამა აკეთებდა მამის დავალებით, რაც ჰქონდა მამისგან ასწავლი, ანალოგიურს ქმნიდა ის დედამიწაზე. რადგან მამისგან ვირწმუნო ასე რომ ვისაც გულით წამს და ბაგებით აღიარებს რომ იესო ქრისტე ღმერთმა მამა ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით გადარჩებაო, ხო ამბობს პავლე მოციქული რომელთა წერილში. ესე იგი ჩვენ უნდა გვწამდეს რომ იესო ქრისტე მამა ღმერთი კი არ არის. იესო ქრისტე არის მისი ცხებული, რომელიც მოევლინა ადამიანურ სხეულში ფორმა მიიღო
ადამიანი დაემსგავსა, თუმცა ის არ იყო წარმოშობით მარიამიდან დაწყებული არსებობაში შემოსული, ანუ ის იყო სამყაროს შექმნამდე მამასთან. ის მოვიდა სხეულში, მამა კი არ მოსულა ძის სახით რაღაცა მისი თანასწორების მიზეზით, ან კიბოსთან სულ შეერთების გამო. ღმერთი კი არ მოსულა სხეულში ზეციერის სახით. არამედ მოვიდა მისი ცხებული. აი ეს არის განკაცების, როგორ მივიძახე განკაცდა, განკაცები კი არ არის, ანუ ეს არის ის იმ წერილების აღსრულება, რომელიც აღსრულდა ძეში, რაც უნდა აღსრულებულიყო, ხო, ფსალმუნებში რაც წერია ღვთის ძეზე, რომ ის უნდა მოსულიყო სხეულში და უნდა მომკვდარიყო წამებით ძელზე, ან ძელისამი ჯვარისაით ესე წერია, ხო, რა მნიშვნელობა ფორმას, სიკვდილის ფორმას, სიკვდილიან ჯვარი ზოგადად წამების და სიკვდილის სიმბოლო არის და ეს არ შეიძლება იქნეს გაიგებებული როგორც ქრისტიანობის აპრიორი ესეთი სიმბოლოა. მოგეხსენებათ მე-4 საუკუნემდე ამაზე იყო დავა, რომ ტეტურიანი კი წერს რაღაცა ჯვრის შესახებ, მაგრამ ის ამბობს, რომ ჩვენ ჯვარს ვისახავთ შუბლზე. თუმცა ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. რამდენად თაყვანისმცემდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს, რადგან ჯვრის თაყვანისცემა უკვე მე-4 საუკუნეში შემოდის როგორც ოფიციალური ქრისტიანობის სიმბოლოდ. და იქამდე ჩვენ ეს არ გვხვდება ქრისტიანულ აპოლოგეტებს შორის. უბრალოდ ხდება წარმართულად მოაზროვნე ადამიანებს შორის, რომლებიც ჯვრის სიმბოლოს წარმართული ნიშნით იყენებდნენ თუნდაც მთაში, საქართველოში. მარადიულობისა და ასევე ნაყოფიერების სიმბოლო იყო, ასევე არის ბაბილონში აღმოჩენილი შამაში და ზუსტად ტერტულიანი ამბობს, რომ შუბლზე ვისახავთ ჩვენ არა ჯვარს, არამედ პლიუს, აი ესეთი სახით, ორი თითით ეს და არა მთლიან ტანზე. ტერტულიანს აქვს ნაშრომები, თავის ნაშრომებში. ანუ ეს წარმართული ცნობიერებიდან გამომდინარე, ამას იესო ქრისტეს ჯვარცმასთან არაფერი კავშირი. იესო ქრისტე პლიუსი არ გავუკვირდეთ. იესო ქრისტეს ჯვარცმა ჩვენ მოგეხსენებათ კანონიკური როგორიც არის მეცინა ლაივში ავხსენი ფეხდაბით არის ჩაოლებრივად. უნდა კონდეს თავზე წარწერა და გაშლილი ხელებით, არა ჩამოწეული ხელებით. ბოლომდე გაშლილი ხელებით. მოკლედ ეს ცნობიერება საიდანაც შემოდის ტყუილი და ანა და კაიაფა გადასცემენ იუდეველებს ხელში, რომ იესო ქრისტე ცემონ, აფურთხონ მე ეს იუდეველები რომაელებს გადასცემენ და ასეთ სასწაულ რამეს ეუბნებიან. ჩვენ არ აქვს უფლება რომ ეს კაცი მოკლათო. პირად ეუბნება თქვენ თუ არ გაქვთ თქვენი ჯულით ვერ გაგიკითხიათ, მე საერთოდ არ მაქვს სურვილი რომ ეს მართალი კაცი რამე დაუშავო, რადგანაც მის ცოლს ქონდა გამოცხადება ძილში, რომ ამ კაცს არაფერი არ ავნო. რადგანაც მართლა ღვთისგან არისო და პილატესაც ეშინოდა მაგის გამო თავის ცოლის გამო, რომ მართალი კაცი არ მოეკრა. თუმცა აუხედა ბრბო და სხვა გზა აღარ ქონდა, პილატემ იყო გადაწყვეტილება, რომ გაეშოლდათ, მაგრამ ამითაც ვერ დაგამაყოფილა ბრბო და მოითხოვეს მისი ჯვარცმა. ვინ? სამღვდელოებთა იმ მღვდლებმა დღეს მამაოებს რომ ეძახით. ესენი მათი შთამომავლები არიან. რაც არ უნდა დაგაღიზიანოთ, ესეა რეალობა ესეა, რადგან იესო ქრისტე საცეცხლოს არ იქნებდა, იესო ქრისტეს არ აუშენებია ტაძარი. და ის ტაძარი, სადაც ადამიანები ღმერთს განადიდებდნენ, ის იყო ერთადერთი იერუსალიმის ტაძარი და არა იქ წმინდა გიორგი და წმინდა ნინო და რაღაცა ისინი ყოველ გადაფურთხებაზე რომ აშენებენ რაღაცა ბიზნესად გადაქცეულ რაღაცა. თან არც გავს იმ ტაძარს, იერუსალიმის ტაძარს, რომელსაც აშენებენ, ისთვის აშენებენ არ ვიცი. ეს არის მეგობრებო ჩვეულებრივი მასონური დაფინანსებებით კეთდება, ეს არის მამაოების ჩვეულებრივი სინაგოგები ემსახურება ებრაელებს. თავიდან ბოლომდე იუდეულური ტრადიციებით არის გამსჭორული. რა, შერაგონიათ ის შვიცანთელა რატო უდგათ საკურთხეველში? პირველ ქრისტიანებს მსგავსი რამე არ ქონდათ. ფრესკებს რატო ხატავენ? ქრისტე დაგიხატეთ კედლებზე. სულში კი არ ჩაგიხატეთ და ცნობიერებაში კი არ გაგაღრმავეს ვინ არის ქრისტე და მისი სწავლებით კი არ არის დღეს ცხოვრება. მეორე და მესამე ჯვარს აწერენ. გაშორებულ წყულებს, როცა ქრისტე ამბობს, რომ ვინც გაშრებული შეერთოს, მრუშობს, მე ეს არ ვიცოდი თავიდან მეგობრებო და ბევრ განსასწრებში ჩავარდი ქალების გამო ზუსტადაც. მე რო თავიდან კარგად გამიაზრებინა ქრისტეს თითოეული სიტყვა, თუმცა საკითხული ქონდა, მაგრამ ვინმეს რო აეხსნა ჩემთვის, რომ აი დაუფიქრდი სიღრმისეულად იესო რას გულისხმობს ამაში. ვინც გაშრებული შეერთოს, მრუშობს, რა თქმა უნდა, აღარ ჩავარდებოდი საფრთხეში, ხო? ეს ხო სიყვარულის ჯულია, ქრისტე ხო სიყვარულის აღქმა. ქრისტე ამბობს, რომ ისე შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. როგორ შეგიყვარ, ანუ ძალიან მეგობარზე მეტად, ან დედაშვილზე მეტად შეგიყვარა. ქრისტემ გვანახა, რომ შენთვის ვერ დედა, ვერ სხვა ქალი, ვერ ცოლი ვერ იქნება ისეთი კარგი და კეთილი რჩევის მომცემი, როგორიც მე ვარ. თვითონ არ ამბობს, მე მოვედი რომ გავყო. მე მოვედი რომ ტრობა ჩამოვაგდო სახელურებში და რანაირი მოსიყვარული ღმერთია ქრისტე რო იძახიან, რომ აი ძველი აღთქმის ღმერთიო, სასტიკეო და ქრისტეო არ არისო დამრჩელი ღმერთი. მაგალითად თვითონ ამბობს ქრისტე, რომ მე არ მოვსულ ვარ შვიდობის დასამყარებლად. მე მოვედი რომ מחული მოვიტანო, გავყო მტეშვილი მამისაგან და დედამთიდი ძრისაგან. და კაც სახლის ანუ ტრადუქციო სახლის წევრებიო რა.
წარმოგიდგენთ ქრისტე ამბობს ამას. რის გამო? იმიტომ რომ არჩევნის წინაშე ჩვენ ყოველთვის ვდგებით ხოლმე, როდესაც დგება რელიგიური საკითხები, ჩვენ გვიწევს არჩევანი მშობლებისა და ცოლის წინაშე და ქრისტეს წინაშე. აი ესეთ რაღაცას როცა გავალებს, ბევრ ოჯახებში არის ხო, აი ძალი დედამთის დავაშორო, რა თქმა უნდა, სადაც ძალი დედამთის შორდება, შენც ავტომატურად შობელს წყდები და მიყვებით ცოლს, რადგან ცოლი მარტო არ უნდა დატოვო და მთელი ამბებია ხო, როგორც წეღან თქვი და ეს კავშირში არის ადამ-დევა ცნობიერებას და გველთან. გველთან ეს ყველაფერი გველიდან არის წამოსული. თავიდან და დაცემა საიდანაც მოხდა ეს გამრავლების თემა ეს ყველაფერი ხო არის წეულა ხო, ქალსა და გველს შორის ჩამოვაგდე მტრობას. დღესაც ეს მოდის რა. აბა რა არის იმის ფუნდამენტი, რომ ქრისტე ხო აერთებს და ქრისტე ხო ერთ დიდ ოჯახს ქმნის, როგორც თვითონ ამბობს, რომ ნამდვილად ვისურვეო, რომ ჩემი ტრედის ქვეშ, როგორც ტრედიოს ხუნდებიო, ისე შემეკრიბეთო იერუსალიმის შულებო და არინებეთო. თქვენთან გამოგზავნილ და მართალთა და წინასწარმეტყველთა დამხოცავნო და მკვლელებო. ხო ამბობს იესო ქრისტე ამას არა? როდის ცდილობდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის შექმნამდე და ის იყო დედამიწაზე ჩამოდიოდა და ის ამოწმებდა და ის ცხოვრობდა შილოს კარავში ებრაელებთან, ანუ აირჩია იუდას ტომი და იოსებისა და ეფრემის ტომი არ ამოარჩია სამონებში წერია, აირჩია იუდას ტომი. თუმცა ეფრემი კი არ მოიძულა და იოსების თავმავლები ეფრემი და მენაშე, რომლებიც ხოდაშორის საქართველოში არიან შემოსულები, ეს ორი შტო მენაშეს ტომი განსაკუთრებით. ხო, აი ეს ეფრემი კი შეერია ხალხებს, ანუ ეფრემი ბაბილონელებს შეერია, სპარსელებს და რატომღაც თბილისი უკვე სპარსეთთან ასოცირდებოდა და მენაშეს ტომი უკვე კოლხეთის ტერიტორია, ესე დაახლოებით, სადაც იესო ნაბიჯემ გადასცა ეს ტერიტორიები ებრაელებს. ანუ ებრაელი ნუ გონიათ ცუდი სიტყვა, იმიტომ რომ და ქალდეველი ქალდეა ტრაბზონ ქალდეის ტერიტორია, სადაც აბრამი წამოვიდა, ეს ზუსტად ებრაელების სამშობლო იყო. იოსები, როდესაც მოიპარეს და გადაასახლეს, ანუ გაყიდეს ისმაილიანებმა, არაბებმა ეგვიპტეში, ის ამბობს, რომ მომიპარეს მე ეგვიპტის ისა ებრაელთა სამშობლოდან. ებრაელთა სამშობლო ის ძველი ტერიტორიები იყო, დღეს რომელიც საქართველოს ეძახია. თუმცა ჩვენ საქართველო არ გერქვა, ერქვა იბერია კოლხეთის ტერიტორია და ყველაზე ძველად ქალდეა და ხურიასტანი ერქვა. ეხლა შორს რომ აღარ წავიდეთ, კიდევ დაუბრუნდები იმ თემას, ზოგადად ევას ცნობიერება. ევა დაინტერესდა გველით, ანუ გველს დაუჯერა. და დღესაც ქალების უმრავლესობა უჯერებს სტყუილს. აი ეს გველის მსახურებს ვეძახი მე სასულიერო პირებს. ნამდვილად არ მაქვს ქართულება, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი გონხურვალეთ ემსახურება და გონია, როგორც მე მეგონა რომ 20 წელი მე ღმერთს ვემსახურებოდი და ღმერთს ვგალობდი, იქ თუმცა იქ სხვა ღმერთს ემეთაყვან, ეს არის ფულის ღმერთი მამონა და არა ჭეშმარიტების ღმერთი, იქ არ არის ჭეშმარიტების ღმერთი, იმიტომ რომ მე არ მიდე დავინახო არის და ვერ ხედავ. არა, ვერ დაინახავ იქ, იმიტომ რომ სადაც ფულის სიყვარულია, სადაც ძალმომრეობა, სადაც ჩაგვრა და სადაც ყველაფერი არის, როგორ გითხრა, ერთპიროვნულ მართლობაზე, რომ ის რო გადაგიწყვიტოს და იმას უნდა დაემორჩილო, ხო, და საყად შენ არ უნდა გააკრიტიკო. უკვე კრიტიკის უფლებას რომ იკრძალავ, იქ სიყვარული აღარ არის. ქრისტე ამბობდა პირდაპირ ეუბნებოდა თუ ცუც ვამბობ, მამხილეთ, გისმენთ. რაში ვარ, რაშიც მადანაშაულობ და ბრალი ვერ უპოვოს. იესო ქრისტეს საქმეც მაგაში არის, ბრალი ვერ უპოვოს. ის წინა წერილები არ არღვევდა, ის წინა წერილებს იცავდა. მას კარგად ესმოდა შაბათის მიზანი, რომ ის არ იყო რაღაცა რიტუალურ საქმეებში და ხო კიდე დამავიდა, სადაც რიტუალური მსახურება უბრალოდ გაკერპებული მაღალ დონეზე და არა ის თუ შენ იქ რა მოისმენ რა გაიგე მე დავუთენ რა წაიკითხა. და ესე შტერივი და ჭუკივით უნდა იდგე და ესე წაიკითხონ ხოლმე ძველ ქართულად თუ რაღაცა მოწესეობრივად თუ რაღაცა სისულელეები, ხო? ის რა არის ხა ეს? რა მე გაიგო იმ ადამიანმა, შენ მასმენელმა? არ როცა გალობით. რატო გალობენ ოქროპირმა რატო დაუშვა ეკლესიაში გალობა, რომ ადამიანები იღლებოდნენ ბიბლიის სიტყვების მოსმენით. როდესაც ირჩეოდა იქ წერილები. იქ არ იყო დღევანდელი მსახურება, როგორც დღეს არის. მომაბეძრებელი არ იყო ტაძარში დგომა და მსახურების მოსმენა. იქ იყო სულით ანთებული ქრისტიანები, რომლებიც გააზრებულად მარტავდნენ წერილებს და მართლა აინტერესებდათ რა ხდებოდა იქ. და ნამდვილად ასე იყო თუ არა. ხო თვითონ იესო ქრისტეც კრეთ დაღმის შემდეგ ემაუსის გზაზე მიმავალ ორ მოწაფეს ეცხადება და უხსნის წერილებიდან, სამუნებიდან, ესე უნდა მოხდარიყო და როცა გონება გაეხსნებათ, მათ თვალწინ გაუჩინარდება. და იმავე საღამოს აღმოჩნდება მოწაფეებთან დახშულ კარებში და ეტყვის მიიღეთ სული წმინდა, ხო, როგორც 24 თავშია
ლუკას ახარებს. მოკლედ, მეგობრებო, ეს ადამიანები, რომლებმაც ქრისტე გადაარჩეს რომაელებსა და იუდეველებს, იყვნენ სამღვდელო ბრთა, რომელსაც ძალიან ზრუნდათ ქრისტე კრიტიკულად მოაზროვნდნენ, რომელიც თავისი, ასე ვთქვათ, მათი ბრჭყალებში წვეტიანი აზრებით უპირისპირდებოდა თორას და ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტე ამ გაგებით უზენაეს უპირისპირდებოდა და არ ღვევდა მოსეს ჯულს, ხოთა შორის პავლე მოციქულიც პეტრემ და იაკობმა დაიბარეს იერუსალიმში და უთხრეს, რომ საქმე მოციქულთას 21 მოხში წერია, რომ შენ გავიგეთ შენზეო, რომ მოსეს ჯულისაგან განდგომას ასწავლი და ხალხს აიძულებო, რომ არ წინა დაიწვითო. ანუ წინდაცვით ეს არ იყო რაღაცა ისეთ როგორც ესენი გამარტავდნენ, ნათლობამ ჩაანაცვლა წინდაცვითო. ნათლობამ კი არ ჩაანაცვლა წინდაცვითო მარადიული ახმა და დღესაც აკეთებენ ებრაელები. ეს ნიშნად აქვთ მათ, ხო, მუსლიმებიც აკეთებენ წინდაცვითას. აბრაამის შთამომავალი ხორციელი ვინც არის, ისინი აუცილებლად აკეთებენ წინდაცვითას. თუმცა პავლე ამახვილებს ყურადღებას რა წინდაცვითობაზე, რაც ხორცისმიერია, არამედ გულისმიერი, ის რაც სულისა და გულისმიერია ქრისტეს იმეული წინდაცვითა განძორცვა ცუდული სხეულისგან. თორე ისო შენ ჩუჩით ახარ წინდაცვითი და არა გულით, ეს იმას არ მიგანიშნავს, რომ შენ გადარჩებ. როგორც დაწერილია, ხო? ამდენი ზღვის ქვიშასავით იყო იაკობიო, მაგრამ მაინც ნატამალი გადარჩება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იუდა ანუ ისრაელი ზღვის ქვიშასავით იყო, იქიდან მაინც ნატამალი გადარჩება. ზღვის ქვიშასავით კიდე ეს რამდენად დიდ ტერიტორიებზე საუბარი და მაინც პალესტინა როგორც აუჩებებიათ ეს ადამიანებს. ანა და კაიაფა ეს თემა იყო, მღვდელმთავრებმა გადასცეს იესო ქრისტე რომაელებს და თქვენს ჯვარცაცვის ის სიმღვდლები, რომლებიც დღეს სასოცხლოს აქნევენ და ის ტაძრის მსახურება აქვთ გადმოტანილი მოსესეული, აი ზუსტად ის მღვდლები იყვნენ, რომლებიც ქრისტეზე იშორდნენ ხელს და ეუბნებოდნენ, რომ აი ეს ეშმაკეულია, ეს ჩვენს დაუკითხავად რა ძალაუფლებით ქადაგებს. რა ძალაუფლებით აკეთებს სასწაულებს, მოდი ჯვარს გავაკრათ, რადგან ბევრი ხალხი მიგდეს. იყო ეს საუბარი ხო სინედრიოზე. რა უყოთ ამ კაცს ამდენი ხალხი რომ მიზიდებს, ჩვენ აღარავინ მოგვისმენსო და ამის შიშით უკვე მოიფიქრეს, რომ კაიაფამას თქვა, რომ ჯობიაო ერთი კაცი მოკვდესო. ვიდრე მთელი ერი დაისაჯოს მის გამო, რადგან მოვლენ რომაელებიო და წაგვლეკავენ, ხო? თუ გაიგებენ, რომ ჩვენ არაფერს სარგებლობას არ ვაძლევთ ხალხსო და ყველაფერი ცრუაო ჩვენიო და აგერი ვიღაც ქრისტე ყავდა და ნუ მოკლედ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ ამ ქრისტესო და ესეც მოხდა. ეს საშიშროებაც კაიაფასი წინასწარმეტყველი იყო გამართა, ხო? იერუსალიმის ტაძარი 70 წელს რომაელებმა დაანგრიეს თითას ხელით და შემდგომ უკვე ეს იუდაური ტრადიციები ძველი აღქმა რასაც ეძახიან გახადეს ვითომ ბოროტი ღმერთი, ეს უზენაესი, მერე გნოსტიკოსები, მერე კათარები და 1000 სექტები იყო, რომლებიც დაჟე მარკიონმაც უარყო ძველი აღთქმის ტექსტები, გაწიეს გვერდზე და აგარ შემოიყვანეს ქრისტე, თითქოს ქრისტე რამე ახალს ამბობს და რაღაცა შემწყნარებელია. არა და ქრისტეს რჯულს თუ დავაკვირდებით, პირდაპირ მოსეს ჯულის კანონზე უფრო უმძიმესია. პირდაპირ ეუბნება, რომ ვინც თვალით შეხედავს, უკვე იმრუშა თავის გულში, ანუ უკვე დამნაშავედ გთვლის. არა იმას, რომ თქვათ, ვინც მრუშობის ახტი განახორციელა უნდა ჩაიქოლოს მოსეს ჯულის კანონის თანახმად. არა, არამედ ვინც უკვე შეხედა, უკვე ანუ სანამ ჩანასახშივე ხდება ეს ყოველივე, იქამდე კლავს, ანუ ცოდვა ძირშივე უნდა მოკლოს, საიდანაც არის ამ ცოდვის განხორციელების ფიქრები, ჯერ შემოდის ფიქრები და მე ახორციელებ, ხო? თუ თავშივე არ გაგაცნობიერებული, როგორც წინაზე თქვი ხარ, ეს ჩემთვის ცუდია, როგორც ევასთვის იყო თავშივე გაუთვისნობიერებული, რომ რა ვიცი მე რო გველს რო უჯერებ, ეს რო ცუდი არ არის ჩემთვის. ასევე რა ვიცი მე რომ ამ გველს, ამ ცოდვას უჯერებ და სხვისი ცოლი კარგია, მოდი გაუსინჯო გემო და არ იცი რა შედეგები მოყვება, ხო? რადგანაც ქალი გეწოდება იმ ქმრის ხელში, იესო ქრისტე პირდაპირ გეუბნება, რომ თავიდანვე ვინც ისურებს სხვის წართმევს, ანუ სხვისას მოინდომებს, უკვე არასწორია, ანუ თავიდანვე იმუშა. თავიდანვე რო გწოდნო და შენ თავის თავში რომ ესეთი რაღაც არ დეგეშვა, ხო? ამას ხო არ გააკეთებდი, რახან უშვებ. ესე იგი შენ უკვე არა მარტო ადამიანისეულ მოძღვრებას ამ შესახებ, არამედ ღმერთთან აქვს პრობლემები ხვდები, ანუ შენ ღმერთი რასაც გიგზელავს, თვლი რომ ეს არის სასტიკი, რატომ მიგეწალავთ ჩემ ეს ჩემი თავისუფალნების აღკვეთა. თავისუფალნება არნიშნავს გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ყველაფერი მოგვესურვება. წავიდეთ სხვის ცოლებთან, რადგანაც მე თავისუფალი არჩევანი მაქვს და ანალოგიურად იმანაც ისე უნდა იფიქროს, რომ თავისე და რასაც უნდა იმას უზავს, ქმრის დაუკითხავადაც ვიღაცა ბიჭები მიიღოს სახში. ეს არ არის თავისუფლება, ეს არის ცოდვის მონობა. რაც იესო ქრისტე მამხილა და ამიტომ ნუ ვიძახით ხოლმე რომ იესო ქრისტე რაღაცა გაგებით უფრო შემწყნარებელია და მიმტევებელი ვიდრე ძველი აღთქმის ღმერთი, რადგანაც ფსალმურებში აშკარად მითითებულია რომ უზენაესი არის როგორც სასტიკი, ასევე მრავალმოწყალი. 51 ფსალმური მაგაზია, ხო დავითმა შესწოდა, მაგრამ იგივე ესაჯეთ არ დაისაჯა და დავითი ამბობს რომ
დასჭით დამსაჯაია ღმერთმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცევ. ღმერთს ვინც უყვარს, მისთვის განსაკუთრებულ მფარველობას და მზრუნველობას იჩენს როგორც ოსიასა და მისი ბოზიცოლის შემთხვევაში. ოსიას ცოლი მოღალატე იყო, მაგრამ ოსიას მისი ცოლი არ მოუკლავს. არის ბევრი შემთხვევები, როდესაც მეძავი ქალიც კი გაამართლა ღმერთმა, იმის გულზე რომ სტოვრები მიიღო და გაუშვა სხვა გზით და არ ჩაუშვა და არ მოაკლევინა ღმერთის ხალხი. რაღაცა არის მდგომარეობა, რაშიც ღმერთი ადამიანს შემცოდნ მდგომარეობაშიც გამართებს. ხო ამბობს დავითი თავის ფსალმუნებში, ნეტარია კაცი, რომელსაც ცოდვები დაეფარაო და არ გაუხსენაო უზენაესმა დანაშაულიო და წაუშალა ყველა მის ცოდვა. ამიტომ ამბობს დაფარე ყველა ჩემი დანაშაული, რადგან ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა სამუდამოდ და წაშალე ჩემი ცოდვის სიმძიმეო, რადგანაც ფრიად აწუხებს ჩემს სულსაო. ამ დავითს მოგეხსენებათ, ძალიან მოსწონდა ეთყობა სხვისი ცოლები და არა პირველი შემთხვევა არ იყო ეს ურია ხეთელის ცოლი, იყო რაღაცა ჭებეები. 6 ცოლი ყავდა მოგეხსენებათ, ერთი ვიღაცა კაცის ცოლი იყო, რომელიც მალე გარდაეცვალა და დაქვრდა ის ქალი. აღარ მახსოვს ზუსტად სახელი. დიდარი ქალი იყო სხვადასხვა ისეც და ლამაზი შესახედაობის ქალი, რომელიც დავითმა ცოლად მოიყვანა. მოკლედ აი ეს გაყრის თემა რა, იესო ქრისტე ამბობს ესეთ რაღაცას. ვინც გაშვებული შეირთოს, მრუშობს. კარგად დაუფიქრეთ მეგობრებო რა, დღეს რომ მეორე თხოვდებიან და მესამე თხოვდებიან ამას ეკლესია უშვებს, ჯვრის წერის იმით ხო რაღაც ოფიციალურად უშვებს ხო, ქრისტე ამას კრძალავს, ამიტომ თუ ჩვენ ქრისტიანობას ვქადაგებთ და ვიძახით რომ მოსეს ღმერთი სასტიკი იყო და იესო ქრისტეს ღმერთი, ანუ იესო ქრისტე ჩვენი ღმერთი სხვანაირია, იესო ქრისტე არ ამბობს რომ მე თქვენი ღმერთი ვარ ან თქვენი მამა ვართ. ის ყოველთვის საუბრობს მის მომავლინებელზე, სხვა მიცის გამოაგზავნა. და თქმა უნდა იესო ქრისტე ვერ წავიდა და უზენაესის ნების წინაშე და ვერ შეცვლიდა იმას, რაც შეუცვლელია. უზენაესის რაც მიზა შეუწონარია, ის იესოსთვის უცბად მიზა შეწონილი ვერ გახდებოდა, ვერ შეუცვლიდა ამას. იმიტომ რომ ღმერთის წესები არ იცვლება. აი თუ ცოლი განმიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხვასა, მანცა იმრუშა. არა მარტო ქმარი, რომელმაც ცოლი მიატოვა და წავიდა, ანუ მარტო ცხოვრებაც ვერ მონაზნობაც კი ცოდვა არის, თუ ცოლს შენ გაუშვებ ყოველგვარი მრუშობის გარეშე. არ გიმრუშა, არ გიღალატია და მაინც უშვებ. რომ მარტოობა გინდა და ვერ მონაზნობა გინდა, ეგეც მრუშობაში გდებს ღმერთი ბრალს. არასწორია, იმიტომ რომ შენ ცოლს აიძულებ, რომ კაცი რომ მოუნდება ვისთან წავიდეს, შენ არ გინდა ხო, შენ მარტოობა გინდა, იძულებას ხდი ამ მრუშობისკენ უბიძგებთ, იმიტომ რომ პირდაპირ წერია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, რომ ვინც გაშვებული ცოლი შეირთოს, მანც იმრუშებს. აი რატო არის მეგობრებო, აი ამაზე აგრესია ხოლმე, ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, რომ არა აქვს ქალს უფლება იყოს ბედნიერი სხვა კაცთან, თუ მისი ქმარი უარგისია. და აი ზუსტად ეგ არის, აი გველი რო ეკითხება რა, მართლა გითხრათ ღმერთმა რომ მოკვდებით. მართლა გითხრათ რომ არ ჭამოთ. არ მოკვდებით, არაფერი დაგემართება და დღესაც ესე გთავაზობთ. აი ქალს არა აქვს უფლება ბედნიერი იყოს იმ კაცთან, ვის სურს და რა, ეხა პირველი ქმარი თუ ვერ შეიყვარა, რა თავიდან არ იცოდა რა გარიწარს მიყვებოდა ცოდად? მერე გაიგო? თუ არ მერე გახდა ცუდი და რწმენის გამო დაშორდა თუ რა? ოდესღაც რა ქრისტიანი იყო მაგისტი ქმარი, მერე მუსლიმი გახდა, ახლა მუსლიმი გახდა, უნდა მიატოვოს? არასწორია მეგობრებო ეს ფიქრი რა. მეუღლეებმა ერთმანეთი რწმენის გამო არ უნდა დაკარგონ და ვიღაცა თუ ბიბლიას და ღმერთს აღიარებს და ვიღაცას ქრისტე ღმერთი ყავს და ქრისტე ღმერთის გარდა სხვას ვერავის ვერ ხედავს, ამის გამო ოჯახები ერთმანეთს არ უნდა დაცრიდნენ. ხვდებით ხო ალბათ ის თქმა მინდა, იმიტომ რომ გადაჯაჭვულია ეს ყველაფერი რადგანაც ძველი აღქმიდან იყო აღსრულება და იესო ქრისტე არის უკვე აღსრულება. იმ ძველი ჯვრის რაც მასე იყო ფსალმუნებში და ესაიაში და წინასწარმეტყველებაში დაწერილი. წინასწარმეტყველების აღასასრულებლად მოვიდა იესო ქრისტე ის რაც მასე იყო დაწერილი. მოკლედ აი ეს რატო გვანან ეს სასულიერო პირები იმ ძველ კაიაფასა და ანას მთავრებს და სხვათა შორის სინოდი რო ქვია ამათ, ისინი არის შემოკლებული ვერსია სინედრიონის, სადაც წდებოდა მართალი ადამიანების განკვეთის საკითხი ან ანათემაზე გადაცემის საკითხი ან ეკლესიიდან სინაგოგაზე მოკვეთის საკითხები, მოგეხსენებათ ბრმათშობილის მშობლემა ხმა ვერ გასცეს ხო ვერაფერი და ასაკი აქვსო, მას კითხეთო ჩვენ რას გეკითხებითო, როგორ განიკუნდაო. დაიბარებენ იმ კაცს და ეტყვიან ვინ აგიხილა თვალებიო და ეტყვის ესეო და მე გაიგები რომ იესო იყო და ეს რო ეტყვის რომ რა თქვენ სხვა გინდათ მისი მოწაფეები გახდეთ, რამდენჯერ აგიხსნათ რომ ესე გამიკეთე და ესე ამიხილა თვალებიო. და არცეთ ეშმაკეულსო ეგეთი რაღაცა არ გაუკეთებია რომ ვიღაცისთვის დაბადებიდან ბრმათშობილისათვის თვალები აიხილოს და ეს ქრისტემ გააკეთა. როგორ შეიძლება ეს ეშმაკისგან იყოს?
და ეტყვიან ეს მთავრები, ჩვენ თავინა ბოლომდე ცოდებში დაიბადეთ, ჩვენ გვასწავლი და გამოაგდებენ სინაგოგიდან. ანუ სინაგოგა არის კრება, ანუ დღეს როგორც ოფიციალური მართლმადიდებლობა არის, თუ ვინმე პროტესტს გამოუცხადებს სასულიერო პირებს, ეგრევე კვეთავენ. ერთ-ერთი მე ვარ, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მოიკვეთეს. მაგრამ სიადულეში მოკვეთილები თვითონ დარჩნენ, იმიტომ რომ ნუ შეეხებით ქვას, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ის იქცევა დიდ ქვად, რომელიც დაეცემა და გასრეს. ანალოგიურად ეს ქვები ვართ ჩვენ, ის წმინდა ქვები, რომელთაც შენდება ქრისტეს სხეული. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ფრთხილად უნდა იყოთ ვის წინააღმდეგ გამოდიხართ, იმიტომ რომ თქვენიანების მოკვეთით თქვენ თავს დებთ მსჯავრად. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ადამიანები შეიძულოთ განსხვავებული რწმენისა და ლოგიკის საზრუნების გამო და მოიძულოთ და ანათემას გადასცოთ. ვინ მოგცათ სიძულვისა და ანათების განხორციელების უფლება ღვთლებო. თქვენ არ ახართ მღვდლები, თქვენ ახართ სატანის და ფულის მსახურები. ეგ არ არის ღვთლობა, რასაც თქვენ ეძახით ღვთლობას. ღვთლის ბაგებიდან სუფთა სიტყვები უნდა იქადაგებოდეს და სახიაზროვნება და მოციქულთა სწავლება უნდა ისწავლებოდეს და არა ეს როგორც არის, ხო? გაურებული და გაათმაგებული და ორაზროვანი მღვდლებითაა სავსე მთელი ეს სინაგოგები. ამათ ტაძრებს არ ვეძახი, ეს არ არის ტაძრები, მეგობრებო. ეს არის ჩვეულებრივი სინაგოგები, რომელიც გადაიქცა სამწუხაროდ საკერპოვებად, კერთა ყვანისმცემლობად. იმიტომ რომ საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს ეძახიან ღმერთებს. ჩემი თვალით ამაკ ნანახი და ჩემი ყურით ამაკ აგონილი რო აკურთხებს მთელი ხატებს, რა სიტყვებს ამბობს, რომ ჩასახდიო სულო ამ ხატშიო და შეუსრულეო და რაღაც სისულელეები რა. ესე იმ ხატში სულინა ჩასახდეს და ის წმინდანი შეეცემა მე ამ მოლოცვეს, ვინც მასზე ილოცებს და რაღაცა სრულებს შეუსრულებს, თითქოს ჯინია და ამოფრინდება იქიდან რა. სასწაულები რაღაცებს გაუკეთებს და ხალხს ცოცხალ ღმერთს კი არა ცნობენ, რომ ღმერთს შესთხოვო. ის ღმერთი, რომელზეც იესო ლოცულობდა. აი მოგეხსენებათ ხო როგორ კვილებს აღჭერენ ხოლმე რომ როგორ შენ იესოზე მაგას როგორ ამბობ რომ ის ღმერთი ლოცულობდა თვითონ იყო ღმერთი ხო საკუთარ თავზე სთხოვდა რა იდეაში საკუთარ თავზე ლოცულობდა და მამაო ჩვენს ლოცვად საკუთარ თავზე ლოცვა ასწავლა მოწაფეებს რა ერთმა სრულელმა ისიც კი მითხრა რომ იესო ქრისტეო სიკვდილის წინ ლოცულობდა ამარიდე მამას ასმისიო ღვთაებრივ ბუნებას უწოდებდა მამასო ანუ საკუთარ თავს მიმართავდა როგორც ადამიანი აი ესეთი სულელებიც არსებობენ სამწუხაროდ. მოგრეთ, ღვთლები, რომლებმაც იესო ქრისტე მოკლეს და პირათეს გადასცეს და ჯვარს აწვით და ჯვარზე გაკრულ ქრისტეზე იძახდნენ, რომ გადმოდიო და გიწამებთო, რანაირი ქრისტე ხარო, საკუთარი სხვებს განკურნავდა და საკუთარი თავის გადარჩენა ვერ შეუძლეო. აი, ეს ენას რო ატლიკინებდნენ, ეს მთავრები იყვნენ, ის ღვთლები, რომლებსაც ქრისტეს მოკლა დიდი ხნით სურდათ. ჰეროდიანელებსაც და იმასაც, ხო, სხვათა შორის. მოკლა სურდათო. ლევიტელებსაც და ხეროდიანელებსაც. ეხლა მინდა რაზე იცი, ანუ ქრისტეს კლავთ და გაჭმეთო რომ ამბობენ სასულიერო პირები რა. მაგაზე მინდა ორი სიტყვით შევეხო. მამაობები პირდაპირ იძახიან რომ ჩვენ ქრისტეს კლავთ და გაჭმევთ. ანუ ზუსტად იგივე სიტყვებს იმეორებენ, რასაც პილატეს ეუბნებია, ხო? სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს. არა უშავა, შენ დაწმარდი პილატე, შენ არაფერ შუაში შენ ახლა, შენ უბრალოდ გაიცი ბრძანება რომ მოკლის. ჩვენ მივხედავთ. ჩვენზე იყოს იმის სისხლი და ან ფაქტობრივად იუდეველებს არ მოუკვლიათ ქრისტე მოკლეს რომაელებმა და ასე თქვათ ბრალდება ვინც შეუკვეთ ამ კვლელობა ყველაზე დიდი ბრალი მათ ელდებათ ვინც შეუკვეთ ამ კვლელობა ასე ამოსი ქრისტე ხო ვაი მას ვისგანაც მომასასტური ჯობია მისთვის არ დაბადებულიყო და ეს საცტურის გამავრცელებლები არიან მამაობები აი იმიტომ არის საშიში მეგობრებო ამათი უნდა გეშინოთ მე მგონი ყველა ადამიანს აქვს შიში მუთლის მიმართ სასულიერო პირის მიმართ რომ მიდის შიშით მიდის ბევრს უთქვია ხოლმე აი კაბაროაცია და წვერები რო რაღაცა ისეთი გეშინია ხოლმე რომ ამას როგორ უნდა შეუბედოთ ეხა ამან რაღაცა ნუ გეშინიათ მეგობრებო ისინი ჩვეულებრივად ცოდვილები და გარეწრები ანუ ავადმყოფები არიან ხვდებით უძლურები არიან საკუთარი უძლურების გამო სხვებს წირავენ და თვითონ აღიარებენ რომ ჩვენ მსხვერპლად წირავთ ქრისტესო იახვესო რომ თქვენო წოდები მოგიტევოთ ღმერთმა წარმოგიდგინეთ რა შეჭirdება ღმერთ საკუთარი თავის დაკლა საკუთარი თავის მიმართ შეწირვა საკუთარი სისხლის რომ შენ წოდები მიგიტევოს სრულად აბსურდია ხო აი ესენი კიდე პირდაპირ იძახიან რომ ქრისტეს კლავთო ანუ ვის წინაშე წირავენ ქრისტეს როცა აღარ იწირება ქრისტე მერდგის შეწირა თავი ღმერთს საკუთარ თავს კი რა ღმერთს შეწირავ საკუთარი თავი ერდგისო და შემდგომ უკვე აღარ დაიკვლება ანუ ის მასიკვდილი აღარ ეხება და ესენი პირდაპირ ამბობენ იმ სიტყვებს რასაც ღვთლები ამბობდნენ ჩვენ მოვკალეთ ქრისტე აი ყურანი მაგ კონტექსტში ამბობს ისინი ამბობენ ქრისტიანები დეულები რომ ჩვენ მოვკალითო იესო ქრისტეო და არ მოუკლავთო არამედ მოეჩვენათ ანუ ეს ნიშნავს რომ ზიარების თემა რა ნამდვილად არ მოუკლავთ ეხლა როგორ შეიძლება იუდეველებმა და ქრისტიანებმა მოკვლან ქრისტე რომელიც აღარ კვდება
განაეს იმას უარყოფს, რომ საერთოდ კვლელობა არ მოხდა რა იესო ქრისტეს, როგორ არა მოხდა, ხო? ეგ კიდე გასარკვევის თემა არის, ხო, წერია მოგაკვდინებ და გამაღლებ, რამდენად ეთანხმებიან, ზოგი ეთანხმება, ზოგი არ ეთანხმება, მაგრამ აშკარად აიათების განმარტება არავის შეუძლია ასე, რომ ვერც ჩვენ და ვერც მუსლიმები ვერ განმარტავენ და ვერ დაამტკიცებენ იმას, რომ იესო ქრისტე არ მოუკლავთ, თუნდაც ყურანი დამოყვანილი ამოხლებით, აიათებით. დღემდე გაურკვეველი და სხვათა შორის ახმადი დაცმაც ამაზე ამ თემაზე საუბარი დახურა, არა წარმოა. Კონდა წიგნები დაწერილი იესო ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ რატომღაც გააქვთ ამ თემაზე საუბარი არის სრულა. იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ანუ თუ ქრისტე არ მოუკლავთ, ფუჭია მაშინ კრეთ დაღდგომის თემაც, ხო? არავინაც არ ამდგარა და არც კრეთ დაღდგომა მოხდება და არც არავინ არ ამდგარა და თუ ქრისტე არ ამდგება, არც ჩვენ არ ავდგებით. და თუ ქრისტეს კვლელობას უარყოფთ, მაშინ უნდა უარყოთ აღდგომის ფაქტიც. კრეთ დაღდგომაც არ მოხდება მაშინ. ნუ მოკლედ ეს მამაები პირდაპირ იძახიან, რომ ჩვენ ქრისტეს ვკლავდა გაჭმევთო, პირდაპირ გაგებით, ანუ ხორცი არის ესო ქრისტესიო და სისხლად გადაიქცევაო, ალბათ გსმენიათ, ხო? ტაძარში რომ ამ ერეტიკულ მოძღვრებას ასწავლიან. აი ზუსტად აი ასეთი გაგებისათვის ყველაფერი პირდაპირ გაიგეს ქრისტეს მოწაფეებმა, იქ მარტო 12 არ ყავდა, ქრისტეს 70-იც ყავდა და ბეტიც ყავდა. ხალხი დაყვებოდა, ხო? აი ეს სიტყვები რომ მოისმინეს ქრისტესგან, რომ ჩემი ხორცის ჭამელიო, ჩემი გიას და მე მისთანავო და ვერ ცხონდებაო თუ რაღაც ესეთებებს ხო იძახის, ჩემი სისხლის მსმელი და ჩემი ხორცის ჭამელიო. ჩემთან გიეს და მე მისთანავ. გაიგეს ესაო, ხო? ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. ივანე სახარების 6 თავი 66 მოხშია. არადა იესო არ საუბრებოდა აქ მატერიალურ ხორცზე, ანუ ადამიანისეულ ხორცზე. არამედ საუბრობდა ზეციურ პურზე, რომელიც არის არ ადამიანისეული, არამედ ზეციური სხეული, კაცის ძისა, რომელიც ეცნე ჩამოდის და არ არის ადამიანის სხეული, რომელიც გვდება. პირდაპირ გაგებით იესო ხომ არ იყო პური, რომელიც ეცნე ჩამოვიდა. ადამიანის სხეულია პურისგან შედგება? პეტრემ სწორად გაიგო, რომ ეს პური არის ქრისტეს სიტყვით ისწავლება. ანუ პური არის სიტყვა, რომ შემეცნება, რომელიც უნდა ჭამო, ანუ გადაამუშავა ინფორმაცია და აი როგორ გითხრათ, ჩემი ჭამა, ჩემი გადაგებაო, ანუ აი ესეთი გაგებით გაიგო პეტრემ და იესოს შეკითხავდა, თქვენ ხომ არ გინდათ წახვიდეთ ჩემგანო, პეტრე ეუბნება. სიტყვების საუკუნოისა ცხოვრებისანი შენაქონანო და ჩვენ ვისთან წავიდეთო. ხვდებით ხო, ანუ ესე იგი რომ იესო ადამიანური სხეულით ხო არ იყო ზეცაში. ვის განკაცებამდე, ხო სანამ ორი ბუნება ექნებოდა. ანუ ორი ბუნება ყოველთვის ხო არ ქონდა, როცა მიიღო უკვე მეორე ბუნება. მანამდე სხეულით ხო არ იყო ის ზეცაში ეს სიტყვები რო თქვა, მე ვარ პური, რომელიც ესთან ჩამოვიდა. თუ ეს პური პირდაპირ გაგებით, იესოს მატერიალური სხეული იყო და არა ზეციური, რომელიც ციდან ჩამოდის და არა არ არის ეს ადამიანის სხეული. ამიტომ იესო ქრისტე კაცის ძის სისხლის და ხორცის ჭამელი ეკრება სიცოცხლე თავის თავში. როგორც მე ვცოცხლობ მამით, ისიც იცოცხლებს ჩემითო. ხედავთ, მამით ვცოცხლობ. ჩვენც ვიცოცხლობთ ქრისტე და ის იმას ანიშნავს, ჩვენ ხვდებით ქრისტეები და პირდაპირ გაგებით, მე ვარ იესო და ის არ ყოფილა. იესოს არ უფიქრია ის არასოდეს რომ მამა არასდროს არ იყო და მე ვიყავი მამაც და ძეც და სულიწმიდაც და ეს სამივე ჩემ თავში იყო. თავის თავში დასაწყისში ესეთი რაღაც არ ვთქვი, არა. მან თქვა რომ მე ვცოცხლობ მამით, ისევე როგორც ჩემი სისხლის და ხორცის ჭამელი იცოცხლებს ჩემით. ნუ მოკლედ თემა გაგვიგრძელდა, იმედია საინტერესო იყო. უამრავი თემები შეგვიძლია ამაზე ვაწარმოოთ. ვიმსჯელოთ და რაც მეტად ხშირად დავსვათ კითხვებს, უფრო მეტად ვიპოვოთ წინაღობებს და უფრო მეტად მივად ჭეშმარიტებამდე რა გაგებით, ანუ საკუთარ თავში, როდესაც მოკითხებს გაეცემა პასუხები, ჩვენ უკვე გვეძლევა საშუალება გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ანუ ჩვენ თუ შევდივართ ჭეშმარიტებაში, იმ სინათლეში, რომელიც ქრისტეთი შემოვიდა ცნობიერებაში, როგორც წერია ნათელი კაცთაშორის მოვიდა და ეს ნათელი ვერ იცნეს, თავისიანებთან მოვიდა, თავისიანებმა არ მიიღეს, ეგეც დააგვირით, მეგობრებო, თავისიანები წერია, იქ არ წერია ქრისტე ქართველი იყო. იქ წერია თავისიანებთან მოვიდა. ესე იგი ვისთან? იუდეველებთან. მაშინ ან სახარება გვატყუებს, ან ქრისტე იტყუება, როდესაც ვამბობთ, რომ ქრისტე ქართველია. ესე იგი ჩვენ ქრისტე გვატყუებს. თუ შენ მაგას იძახი, რომ ქრისტე ქართველია, მაშინ გადაყარე ეგ სახარება რა თქიდა. ახალ აღთქმას აღარ ენდო და არ ძველ აღთქმას აღარ ენდო, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში პირდაპირ გაცხადებული იყო ვინ იყო ქრისტე. ის იყო ებრაელების ცხებული მესია, რომელსაც მოელოდნენ ებრაელი წინასწარმეტყველები. იქ არ წერია, იქ ქართველები მოელოდნენ და ქართველი იყო და რაღაცას. დამახინჯებული ცნობიერება რომ შემოიტანეს ერეტიკოსებმა, კაი, თუნდაც ქართველი იყო, სად გადაგებდა იესო ქრისტე თავის ქართველობას? არსად ხო?
იმიტომ რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რომ აღარ არსებობს ქრისტეში ეროვნება. რუსი, ქართველი, ჩინელი, იაპონელი, რავია, ყველა ვინც ქრისტეს იღებს, უკვე ხდება ერთი ოჯახის წევრი. ის ქრისტეს ოჯახის დაძაც ხდება, ან ოჯახის წევრი ხდება. და იქ აღარ არსებობს ხა მე მართლმადიდებელი ქართველი ვარ და თუ მართლმადიდებელი არ ხარ, ქართველი არ ხარ, არა. აი მუსლიმსაც რომ სწამდეს ქრისტე, ხო, როგორც წინასამეთყველების აღმასრულებელი და მისიის შესრულებელი, როგორც გამოგზავნა ღმერთმა ზეციდან, ისიც ჩვეულებრივად ჩვენი ოჯახის წევრად ითვლება. მიუხედავად განსხვავებული რწმენის მქონე, თუ ის აღიარებს იესო ქრისტეს და პატივისცემს მარიამს და იესო ქრისტეს, ისინი ოფიციალურად ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან. ანალოგიურად ისინი დაჟე ჩვენზე მეტი მორწმუნეები არიან, იმიტომ რომ არც იესო ქრისტე და არც მარიამი ღორის ხორცს არ ჭამდა. და იუდაურ ტრადიციაში საკრძალული იყო უწმინდურებად ითვლებოდა ამ ღორის ხორცის ჭამა. და თუ ამ ყველაფერს იცავდა ქრისტე, წვერ მოუპარსაობა საცხოთა შორის ქრისტეს წვერი არ გაუპარსია და არ შეუკრეჭია, ეს იყო ნაზარეელთა წესი, ის იზდიდა წვერს. აი რეალური ქრისტე ეგეთი იყო. და არა გაკრეჭილი ის როგორც დახატეს ამათ სურათებზე და ფოტოებზე და რა გაიგე ხო ნამდვილი ქრისტეს. ჯერ ერთი ქრისტე აქვს, ვისაც არ უხილავს და სჭამჩემი ნეტარიაო. საერთოდ აღჭირდება ჩვენ ქრისტიანებს იესო ქრისტეს გამოსახულება მისი რწმენისათვის რომ ვიწამოთ ეს. მოკლედ მეგობრებო, იმედია რაღაც ამოწურე, რაღაც გითხარით, მტრობას ჩამოაგდებო აგველსა და ევას შორისო იგივეს ამბობს იესო ქრისტეს ახარებაში, რომ თქვენ ვასხოვებთ ხოლმე რომ აი იესო ქრისტე რაღაცით კარგია და მიმტევებელია ვიდრე ძველი აღთქმის ღმერთი, ზუსტად ძველი აღთქმის სიტყვებს, რასაც იესო ქრისტე ძველ აღთქმაში ევას და აგველს წევლის სჯის მამაზე ციერი, იგივე სიტყვებს ხმარობს იესო ქრისტეც, როდესაც ამბობს რომ მე მოვედი, გავყო შვილი თეთრისაგან, ძალით დედამთილისაგან და მტრებად უქციო კაც მისი სახლეუნიო, სახლის წევრები. ბაგემშვიდობებით მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე და აქაც ვდებ ხოლმე ჩემს საიტზე, ჩემს ლაივებს. მოკლედ მოგეხსენებათ რომ კიდევ ერთხელ გაფრთხილება უზენაესისგან რომ ქმარგაშორებული ქალის ცოლად მოყვანა, ასევე პირიქით ცოლგაშორებული კაცის მეორედ დაოჯახების კატეგორიული წინააღმდეგია იესო ქრისტე მარკოს სახარების მეათე თავში. თუ ჩვენ საერთოდ გვიჯერა და მივიდებთ ამ წესებს და გვწამს იესო ქრისტეს სიტყვებიც, რამდენად რეალურია, მაშინ ამ ყველაფერსაც მივყვეთ და შევასრულოთ ის, რასაც იესო ქრისტე გვეუბნება და დავიცოთ ყველაფერი ის, რაც მას სურს ჩვენ სასიკეთოდ. და ნუ გავხდებით ადამ და ევასავით ჯიუთნ და ცნობის მოყვარეები, რომ აბა რა მოხდება. არც ერთ ქალს მეგობრებო უყურეთ, ვისაც ღმერთის სიტყვები არ უყვარს და ვისთვისაც იესო ქრისტეს სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი და მით უმეტეს მამა ღმერთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და იძახის რომ ბოროტი ღმერთი და სასტიკი ღმერთია. მიუხედავად ეს ადამიანი ჩვენ ვერ შეგიყვარებს, ვინც ღმერთის სიყვარული ვერ დააფასა, ის შენ სიყვარულს დააფასებს. ასევე თუ ღმერთი გიკეცალავს შვილიანი ქალის ცოლად მოყვალას, ქმარგაშორებული ქალის ცოლად მოყვანას, ასევე ქმარსაც უკრძალავს ცოლგაშორებული კაცს უკრძალავს ცოლის მოყვანას. და უბრძანე მათ, ხოლო ცოლგაშორებული ცოლს ნუღარებს ეძებდესო. პავლე მოციქული ამბობს, არამედ დარჩეს ჩემსაუთ. ძალიან რთულია მეგობრებო ოჯახის თემა და სადაო საკითხებია ესეთი. აბა რა ქნას, აბა იმ ქალმა რა ქნას, აბა ამ კაცმა რა ქნას. შენზე ვინმე დარდობს რო განაშვები რო ხარ. შენ რატო დარდობ იმ ქალზე ქმარგაშორებული რო არ. თავში გვაუხლია, ყველას თავისი პირადი აქვს და როგორც აირჩია, ბოლომდე ატაროს ის ტვირთი, ვინც აირჩია რა, თავისი ცხოვრების მანძილზე. ეფიქრა კარგად, გაეცნო და მე გადაედგა ეგ ნაბიჯი, რომ გაყოლდა თუ არა, მეუღლე და ყოფილიყო თუ არა ცხოვრების მეგზური მისი. თან ისეთი თემაა ეს, გამიგე, ტკივნეული თემა არის და ამას ხშირად ეკლესია არ ასწავლის. პირიქით, ფულზე ყველაფერს ხიდიან და დაჟე მეორე ქორწინებას და მესამე ქორწინებას დაუშვეს. აქ მღვდლებს აყავთ ორი ცოლები ბოლო-ბოლო. ასეთი მღვდლები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ და ვინც წვერს გაიპარსავს და გაიკრიჭავს, ისეთი მღვდლებიც საერთოდ განსაკუთრებული არიან ეკლესიიდან. და მე მართლმადიდებლობაზე აქვს პრეტენზია, აი ჩვენი წლენა მართლმადიდებლობა, მამა-პაპა. თქვენი მამა-პაპა დავიდანვე ბრმა იყო და კეპთაყვანის სემერი და დღემდეც ბრმა დარჩა და მეც ბრმა ხო არ უნდა ვიყო კაცო. ზუსტად აი მაგ მამა-პაპამ დაგუღუპა და თქვენი მამა-პაპების ცოდვები მოეკითხება ჩვენ დაჩაგრულ ბავშვებს რას გქონათ, რას დაამსგავსეს. ეს არის სიმართლე მეგობრებო. მწარია სიმართლე, მაგრამ რეალობა უფრო მწარე იქნება ვიდრე ის, ვინც სიმართლეს გეუბნებათ.
რეალობის წინაშე რომ დადგებით, იქ ვერც აღსარება გიშორით, ვერც ზიარება, ვერც მამაო და ვერც კეკელია შმეკელიები და ვიღაც ამათყოფები, კიდე ნაწილილები. კრეხელები და ისინი კაცო, თვითმარქვიები და როგორ გითხრათ, აფერისტები. აფერისტები არიან, მაგრამ კაცი პირწმინდად იტყუება ქრისტეს ხორცსა და სისხლს გაჭმევთო გეუნება პირდაპირ. შეურწყობას აყენებს მადლის სულს. ქრისტეს კლავ და გაჭმევთო. ეს არის მადლის სულის შეურაცხყოფა. საწერია რომ ქრისტე კლავინდებურად იკვლება შენი წოდებისათვის. არსად არ წერია ეგეთი რაღაც. თან მით უმეტეს პავლე მოციქული პირდაპირ გეუნებათ პირველი ტიმოთეს 5:7-ში რომ ამცნემათ რათა უბიწონი, ანუ უცოდველნი იყვნენ. ანუ პირდაპირ მოწოდებაა, რომ შენ უნდა იცხოვრო უცოდველად. თუ ამბობთ ჩვენ პავლე მოციქულები არა ვარ ჩვენ ის პავლე იყო ჩვენ როგორ შეგვიძლია, ზუსტად იმ პავლეს სულბური იყო, რომ ყველა კაცი ისე იყოს, როგორც მე ვარო. პირველი კორინთელების 7:7-ში ამბობს პავლე მოციქული, რადგანაც მინდა რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს. გავყვეთ რა, თუ სიყვარული გვინდა, ეგრეა მეგობრებო და თუ არ გვინდა სიყვარული კიდე ეგ უკვე ისეთი თემა არის რა. ყველას თავისუფალება აქვს, მაგრამ ყველაფერი არ არის სასიკეთო ჩემთვის. რასაც მე თავისუფლებას ვეძახი, ჩემი თავისუფალი, ეგვასაც ეგონა რომ თავისუფალება მაქვს და რატო არ უნდა დაუჯერო გველს, მაგრამ ხო ხედავთ, მაგ თავისუფალ მარჩევანმა რა შედეგებამდე მიიღო, იმიტომ რომ ყველა ცოდვას თავისი სასჯელი მოყვება, ყველა არასწორად გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ღმერთის წესდებას ეწინააღმდეგება, არ აქვს ნიშნული საკრძალული საკითხი იქნება თუ ნება და აკრძალული ყოფილიყო საერთოდ კი არ უეტყო და არ შეჭამო. უფლებას კი არ მისცემდა რომ ეჭამათ. იქვე დააკლავდა როგორც გაეკარებოდა. შეჭმეს უფლებასაც არ მისცემდა. ასე რომ თავისუფალი ნება ბოლომდე შეუზღუდავი დარჩა. რომ ეძებდაო არ იცოდა რა იცოდა, იმიტომ რომ იმისგან უნდა გაეგო რამდენად ახლოსაა ღმერთთან. ხო, თვითონ ადამი ვეღარ მიდიოდა ღმერთთან. შიშველი ვარ და მწვენიო და დავიმალეო. რა შეჭირდებოდა ადამიანს ღმერთთან დამალვა. მოწინა ლაიში ხო ახსენე ვინ უთხრა რომ შიშველი იყო. იგი აი ეს შედეგები გამოიწვია, ხო, რაღაცას როცა მიქარავ, როცა შეჭამ დედაშენისას. მე უკვე მოდის ღმერთთან დაშორება, ანუ სინდისის სრულყოფა დაიმსხვრა. მას შეეშინდა ღმერთის წესით უნდა ყვარებოდა ის. ყოველივე სიკეთის მომცემი. მაგრამ მას შეეშინდა. შიში სირცხვილი და სიშიშვის გრძნობა ის საიდან გაჩნდა. დანაშაული. დღესაც მოქმედებს ეს დანაშაული, რომელიც ადამიანი ვერ აცნობიერებს. დანაშაულის სიმძიმე. ცოდვა ჩემი დანაშაული, ცოდვის დანაშაული. დანაშაული ჩემი სიმძიმისა. ცოდვას აქვს თავისი დანაშაული. ცოდვა თვითონ ის კი არ არის რაღაცა აქტი, რაღაც მოხდა და ის შევცოდი რომ იძახიან, არა. ცოდვას მოყვება დანაშაულის სიმძიმე, ანუ გააზრება იმისი, რასაც აკეთებ. თუ გააზრებული არა გაქვს, უკვე ბრმახარ, როგორც ევა. თუ გააზრებული გაქვს და მაინც აკეთებ, ეგ შეგნებული ბოროტება. საკუთარი თავის აზიანოდ, რაც არის ღმერთი იმას გიშლის, რომ შენთვის არ ვარ გაიქთორე. თავში გვაგიხლია, გააკეთებ, მიიღებ საკადრის პასუხს. ყოველნაირად თავისუფალებას არ გეზღუდავს. ყველაფერში თავისუფალი რჩები არჩევნიშნებელობაში. შენ შეგიძლია ეს ყველაფერი უარი თქვა, შენ შეგიძლია რომ არიდო თვალი ბოროტება, შენ შეგიძლია რომ სიკეთე აკეთო, ხო? შენს მაგინებლებს დალოცო, შენს ავის მყოფელებზე ილოცო. აი მაგალითად ჩემს პრაქტიკაში ვიც ჩემს წინააღმდეგ გამოსვლა, მე დამილოცია ხოლმე, ღმერთმა შეგინდოს ქრისტემ გაპატიოს მეუბნები, შენთვის მოვიდა ქრისტე რომ შენერებითაც ემკურნალა. და ის ეგრევე ხოლმე ბოდიშებს იტყვის, რომ აი რა არ არის ქრისტიანული, ხო, ვიცით რომ ადამიანი რაც არ უნდა იყოს, გინება არასწორი არის და ჯობია რომ მაგალითი მივცეთ, ან რჩევა მივცეთ, შენიშვნა მივცეთ, რომ გაითვალისწინოს ეს, რომ ეს მისთვის არა მარტო მისთვის არის ცუდი, არამედ იმისთვის ვინც სხვა უყურებს მას, ანუ სხვისთვისაც ცუდი მაგალითი არის, ხვდები და ან თვითონაც უნდა მიხვდეს, რომ ერთხელ ორჯერ სამჯერ ამოვიდა ხელში ხა რაღაც საბოლოოდ, უნდა მიიღოს ზომები ადამიანმა, რომ საკუთარ ჩადენაზე პასუხი აქვს, ხვდებით? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სინდისის ჯაწუხებს და ეს ცოდვის სიმძიმე მას დატვირთო, როგორც დავითი იყო, ხო? სიცოცხლის ბოლომდეო ჩემს თვალწინაა ჩემი ცოდვის დანაშაულის სიმძიმეო, რაც ჩაიდინა. არ წაიშლება ჩემი თვალიდან. ცხოვრების მანძილზე მე მახსოვრება ესო. და შენს თვალწინო არ არის დაფარული ჩემი სიჭაბუკის ცოდებიო. ნუ გამიხსენებოდა იმ ცოდების მიხედვით, ნუ მომაგებ მეო. ურთიერთობა ღმერთთან მეგობრებო და რა ვიცი ამაზე როგორ უნდა თქვა ჩვენ რომ ეს ბოროტი ღმერთია, ძველი აღთქმის ღმერთი და იესო ქრისტე ახალი აღთქმის ღმერთი თვითონ რაღაცა კეთილია და ფრთებგასმული რაღაცა ახალს გვთავაზობს. იესო ქრისტე ახალს არაფერს არ გვთავაზობს. იესო ქრისტე ართულებს მოსეს კანონს. ართულებს, იმიტომ რომ იქ თუ წერია რომ
მოუხდარ ფაქტზე უნდა ჩაიქოლოს იესო ქრისტე ამბობს რომ ვინც შეხედა უკვე მრუშია რომელი უფრო მძიმეა ის ვინც არ ჩაიდინა ანუ არ იმრუშა მაგრამ თვალით იმრუშა და დაუჭერი დარჩა თუ ის ვინც თვალით იმრუშა და დაისაჯა მოსეს კანონების თანახმად ანუ იესო ქრისტეს რჯული უფრო რთულია რომელიც გაშვებულ ქარს გათხოვების ნებას უკრძალავს და ცოლგაშვებულ კაცს კი დაუჯახების ნებას უკრძალავს იფიქრეთ ამ ყველაფერზე მეგობრებო ეხლა დაგემშვიდობებით და კარგად დაიმახსოვრეთ როდესაც ძველი აღთქმის ღმერთზე ლაპარაკობთ რომ სასტიკია პირი გამოირიცხეთ და წაიკითხეთ მათესახარების 10:36 სადაც იესო ამბობს და მოვედი იმიტომ რომ კაცს მტრებად უქციო მისი სახლეული ეს არ არის ძალიან შემბრალი და მობიერი და მოსიყვარულე ღმერთის ნათქვამი ეს ზუსტად იმავე ღმერთის ნათქვამის სიტყვებია იმავე რაც ძველ აღთქმაში არის მტრობას ჩამოაგდებ გველსა და ევას შორის შენსა და გველს შორის აი იესო ქრისტეც ამას ამბობს მოვედი რათა კაცს მტრებად უქციო მისი სახლეული ეს ძალიან გავს მამისა და იესო ქრისტეს სიტყვებს ანუ იესო ქრისტე თავის მამას მსგავსი არის ნების შესრულებაში კი იმიტომ რომ ის თავიდან ბოლომდე უზენაესის ნების შემსრულებელი იყო დედამიწაზე დაგლოცოთ მამაზე ცირმა ჩვენი იესო ქრისტეს თავისი საყვარელი ძის შუამდგომლობით და განგვადიდოს ჩვენც ისევე როგორც თავისი ძეგანადი და დედამიწაზე და დაიწეროს ჩაწეროს ჩვენი სახელების სიცოცხლის ძიში რომელსაც ძალიან ბევრი მღვდელი არც აღიარებს სიცოცხლეში წმინდანობას თუ ის ადამიანი მას შეიძლება საერთოდ უცოდელად იცხოვროს ეს კიდე მაგათი პრობლემაა თუმცა ჩვენ ვიცით რომ პავლე მოციქულმა იცოდა ნამდვილად და მოციქულებმა იცოდნენ რომ ადამიანთა სახელები სიცოცხლეშივე იყო ჩაწერილი სიცოცხლის ძიში რასაც დღევანდელი მართლმადიდებლური მწვალებლობა ამას უარყოფს. აბა თქვენ იცით მეგობრებო, გაანალიზეთ ყოველგვარი სიტყვა, რაც დღეს აქ ვისაუბრე და თუ რამე ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრი გექნებათ, დაწერით კომენტარებში, YouTube-ზეც და Facebook-ზეც შეგეძლიათ ვისაუბროთ ამ თემებზე. დაგემშვიდობებით ნახვამდის.